არის ადგილები რომ მოუკლარ აი ვაკეში მაგალითად დამწავა აი თავი რომ მოუკლარ სულ მილიონი დამიდო იქ არ მივა აი მინდა რომ კახე გოგოები წეკოთერი დავა განტო ბასლაინებს დავდა სკუტერი შეგიძლია ბიჭო რა ერთი წამი რა იმას თავის ტკივა მადლობა მზეს სხივას თხოვს და ფოკუსებზე როგორი რეაქცია გექნება აუ ციგურ მაინტერესებს მე გევასება ისე აუ კიდე რა შემიძლია ეს ბიჭო მე ვიცოდი ის ფენომენია ყველაფერი ჯერა ვაფშე მე ვიცოდი ეს რო ალაგებდნენ ხოლმე და მე ბოლოს ერთი რაღაცა რო გეონებოდა რომელ ხო ეგ ვიცოდი და მაგას ეს ისი აბა მიდი ეს ისი აი მაგასე დავშტერდი პირველად რომ გამეკეთეს ეს ამ ეს დღემდე ვერ ამოხსენი როგორი ძრობეთი აიმე ეგ შენი მოფიქრებულია დავიწყო შემილია აუ მიდი ერთ წამი ტაში დაარტყი დი გიხვეწ ის როგორც გააკეთე ის რიტმი ფილარმონისტაში მოგესალმებით არ ვიცი ოლდი წიედეთი კაცი ფილარმონისტაში დავადე გამარჯობა რატო არ თქვი ყველას მოგესალმებით ყველას განსაკუთრებით გელას ფაჩუ გელა ბიჭო გამაწყებიე ლაილაის მორიგი ეპიზოდი გაუმარჯოს ყველას დიდი მადლობა ვინც გვიყურებთ ვინც წერთ რაღაცეებს ვინც გვიგულებთ რაღაც ტერმინებს ვსვავობდნენ და ჩვენ როგორც იცით ყოველთვის ვცდილობთ ისეთი სტორები მოვიყვანოთ რა პირველ რიგში ჩვენ რო ძალიან რო გვიყვარს და გვევასება რა გამონაკლისი არც დღევანდელი დღე არ არის კი ლაშა მაგრა გვევასება ჩვენ ლაშა მაგრა გელას გამარჯობა გამარჯობა რა ხარ დაგალეთ უკვე არანაირად პირიქით რაღაცა ბუხტი შემოდის ჩვენგან და ჩემს კარგად მოქმედებს რა მართლა შესავი გამოდის ნათლია მყავს გელაშვილი ვაუ სასიამოვნო ეგ რა ხარ ნათლია გელაშვილი ყავს ნათლია არის ყველა მედესისთვის რო გაიზდება იმდენად ცოტანი ვართ რომ ეგ ფაქტიურად ნათესაობა სხვათა შორის შემა ნათლია მომწავლა ბავშვობიდან ფეხბურთის სიყვარულში და არის მოიცა კირა რო გაიზდება და რო დახავს ვინმეს ობოლაძეს შენ რო ნათლია ხარ ხო იტყვის მე დედესი ჩემი ნათლია შეიძლება ყოველი რაღაცა საინტერესო ფრაზა დასრულდეს მაგიური აი ამ მუსიკით აი ყავას ხომ არ მიირთმევთ დიდი სპონსორები წარადგინეთ სპონსორები ჩვენ ვიმყოფებით ამიგოებო ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში 77 ნომერი კოსტავასი უმაგრესი გარემო ამ გარემოში ბევრი სასწაული მოხდება საფეხბურთო სასწაული ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ბევრი კარგი რაღაცები გეკმება არ ვიცი შენ რომელი რაც გესიამოვნება მე ყავას მივირთმევა და აი მზადდება აი ძეც მოგართვა აგიციეთ ყემალი არის მაგრამ გავს ბიჭო სატყემლეს რა სატყემლე ესეც სატყემლე შემოს მებიაშე ბაბუაშე სულ ესეც სატყემლეები ქონდა ხო მე მინდოდა რომ არ შეგაწყვეტინეთ პირველ რიგში მადლობა იმას ვერ შეაწყვეტ იმისთვის რომ დამპატიჟეთ მე თქვენი მაყურებელი ვარ აუცილებლად დაალაიქეთ მეგობრებო ვიდეო და მივესალმე რა თქმა უნდა თქვენს მაგარ მაყურებელს ჯიგარი ხარ ჯიგარი მოდი ჩვენ გავიცანით ერთმანეთი მე ვიჯექი მე ბევრ გაუგებრობაში ვარ რომ შენ ცხოვრებაში მოყოლილი რა ერთ-ერთი იყო ნიჭიერი ჟიური. გაუგებრობა რატო იყო? არა, ბიჭო, რა ხარ მე? და ტენდენციური ვარ ხოლმე რა და შენ შემთხვევაში ეგრე ვიყავი სხვა შორის, იმიტომ რომ სულ რომ მომღერლები იგებდნენ არ მინდოდა. აი მთელი გული და სულით არ მინდოდა რომ მომღერალს მოეგო რა. მიუხედავად იმისა რომ მართლა ვაგარები იყო რა, ეხა შენ სხვა იცი და აი ესე. მაგრამ შენთან ერთად სხვა ილუზიონისტიც იყო მე როგორც ხარ. მე რომ რაღაცა გამიგეთა ის იმიტომ რომ ის რაღაცა. გიორგი ჩიქობავა კი ყველასთან მეგობრი და ნიკა გრეგოლია იყო ფინალში კიდე. გიორგი ჩიქობავა იყო ვინც ეს დისტანციებს რა გამიგეთეს ბიჭო მე დარბაზ რეაქციაზე გავგიჟდი მაგრამ ხვდებოდი რა მაგრამ მაგას ვერ წარმოვიდგენდი როდის დამაკრა იმასაც ვერ მივხვდი აი რაღაცას აი მართლა მაგარი მოკლედ მე შენ გულშემატკივრე ყველაზე მაგრამ მე გამიხარდა მართლა ჟიურიში რომ ხა ანდრი მომღერალია ეს ხო ხვდები რა და აი რა მითხარი ხა რამდენი წელი გავიდა თან უმძიმესი სიტუაცია იყო იმიტომ რომ პანდემია იყო და მაინც წერდი რა გახსოვს დარბაშიც რომ ადამიანები რო იყვნენ მგონი პირველ ტურს მოესწრო მაგრამ უკვე ლაივებიდან აღარ იყო ბაზარია ლაივებზე აღარ იყო კანონმდებლობით არ შეიძლებოდა ძალიან ისეთ ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა ეგ თვითონ კონკრეტულად ეგ სეზონი და ხო რავი ძალიან დიდი ემოციები იყო მიუხედავად მაგისა რა მე 2016-ში მივიღე მონაწილეობა მაშინ ფინალში გავედი და აი უბრალოდ ეგ გამოცდილება იყო რომელიც დამეხმარა მერე და ეს გამოცდილება რაღაცებში ალბათ უპირატესობა იყო მაგარი იუთუბერხი გაგვცა კი მაგარი მე უყურებ სულ მაგარი ოღონდ მართლა კითხვა რა კითხვა მაგ ისი აი სცენაზე რო ადამიანი გადის რა სახიობის ყველას გულის ხო თავარი რა არის შენ შემთხვევაში მე თავიდანვე ძალიან სიმპათიით განვეწე ხო არ გისურვებ საერთოდ პირველად გნახე რა
ამას აქვს მნიშვნელობა, გასაგებია რომ რასაც აკეთებ, ეხლა კიდევ უფრო დახვეწილი გეკნება და დღეს რაღაცას ჩვენც აკვე რაღაცას მოაგვარება. დღეს პატარა დემონსტრაცია გვექნება აუცილებლად. ცოტა ცივია. რაღაცა რძე ყოფილა, აი. რაღაცა რძე არის. ხო და მიმღებლობა რა, იმიტომ რომ აი ხო იცი ზოგჯერ ჟიურიში რო ზიხარ თამაში გიწევს რომ არა თვითონ იმატიებდა ის გაქვს. აი ეს თვითონ რამდენად მნიშვნელოვანი არის, მოდი ეს არტისტიზმი რაღაცა, მაგრამ სანდოობა, მოდი სანდოობა, ეს რა თქვენ ვიგენდობათ ბიჭო, მაგრამ ეგ სანდოობის ფაქტორი რა თქმა უნდა ძალიან რთული არის. აი განსაკუთრებით თავიდან რომ დავიწყე, მე სხვათა შორის გვიან ასაკში დავიწყე ფოკუსების გაკეთება ვიყავი სადღაც 15-16 წლის. და ანუ გვიანია ეგ. იმიტომ ვამბობ რომ გვიანია, რომ მე ჩემი მაყურებელი, ვისთვისაც რაღაც პერიოდი ჩემს YouTube არხზე საწყის ეტაპზე ფოკუსებს ხსნიდი და ვასწავლიდი 4-5 წლის ბავშვები და არა 1-2 ბავშვი რა, ბევრი ვიცი, ვინც აი უკვე ფოკუსებს ვაკეთებ რა და ანუ აქედან გამომდინარე ხო მე ისეაც 15-16 წლის ასაკი უკვე ისეთი არის. მაგრამ მაგას ასაკი რა. ასაკი არა აქვს, ეგრე ნებისმიერ სფეროში მე მგონია პირიქით მე რო გააკეთებ რომ მაგალითად დაგვინებული. სკოლაში როგორი ტიპი იყავი? აი რაღაცებს შარიჩობდი, რაღაცებს უწყობდი ხალხს. ყოველთვის მიყვარდა რაღაცა ისეთი სწავლა და სხვებისთვის ჩვენება, რაც სხვებმა არ იცოდნენ რა. და ეს ახლა ფოკუსებშიც გამოიხატა. მე ვიცოდი რაღაც რამდენიმე ფოკუსი. თუმცა არა რაღაც ისეთ დონეზე. აი, ფოკუსები ყველამ ხო ვიცოდით, აი ხა შენს ახსენე ეს კარტის გადათვლა. ეს მე ის ვიცოდი ხო ტურბოს ნაკლეიკებს არ შეიძლებოდა ეს აი და ვიცებები და აი ეს რაღაცა რამოდენიმე ფოკუსი ხა ვიცი რომ ბევრს ეცოდინება, მაგრამ აი მე მაშინ სანამ დავიწყებდი ამ ფოკუსების გაკეთებას, მანამდეც ვცდილობდი და სხვათა შორის ვიცოდი რამდენიმე ისეთი ფოკუსი, ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე, რადგან აი სულ მეუბნებოდნენ, რომ გვასწავლეო და არავის არ ვასწავლე. საიდუმლო შენახო, მაგრამ ვიცი რა. აიცი რა არის ეს? აი ხა მე რამდენიც არ უნდა დაგიწყე ხა შენ რომ მასწავლე, მე ვერ ვისწავლე, თორე ჩემთვის ვიცი ჩინურია, ჩინურზე უარესია. არა, რატო რომ თუ ის მოინდომე ვისწავლე, მაგრამ რა გინდა? მან ნახე როგორი მომენტია რა, მან როგორი მომენტია. გააჩნია. არა, ნახე როგორი მომენტია რა. გააჩნია რას გვეუბნება მაყურებელი რომ გვასწავლე, თორე მე დაახლოებით ჩემს YouTube არხზე 40-50,000 გამომწერამდე ისე ავედი, რომ მარტო ფოკუსებს ვასწავლი, მაგრამ ვასწავლიდი საბაზისო მეთოდებს, რომლითაც შენ შეძლებ ჯერ პირველ რიგში რაღაც მარტივი საბაზისო მეთოდის სწავლას და გაკეთებას და მე გაგიღვივებ ინტერესს, რომ შენით განვითარებ. მაგრამ მე არ მინდა რაღაც სასწაულს არ აგიხსნი. მე რატო არ მინდა იცი რომ მასწავლო? მე მევასება მისტიკაა. ეგრე ვარ ზუსტად ბიჭო ვარ შევიდა. დიმამ წეგან ჩამიტანა. საერთოდ არ მინდა ფოკუსის. აი როგორ არის? ამას შემგარდა კი ვერ აკეთებ. ხო, კი. ეს ექსტრემალური ნომერია. ამას თიც ვიჭრი ფაქტიურად. ხო, იჭრი და აი მე მაინტერესებს. აი შენ იცი რა არის რომ ყველაზე თესტ ფოკუს რო გაიკეთებს თქვა ლაშა ვიღა და მე რო აგიხსნის მიხვდები რომ იგივეა რა. არა, სადიგივე არა. რა ხუმრობ ეხა რა არის. ნახე, რაღაცა ევასება მისტიკა. ხო, იმიტომ რომ ხდები მე. რთულად გაკეთებადი იყოს ფოკუსი, ამას რო გიხსნი, ანუ ფოკუსის მუღამი რა არის? ფოკუს მუღამი არის ის საიდუმლო, ის კითხვის ნიშანი, რომელიც ებადება მაყურებელს. მე თუ გეტყვი, ეს კითხვის ნიშანი თუ გაქრება, ისო გასაოცარი არაფერი არის. რაც არ უნდა რთულად გასაკეთებელი იყოს იმ ემოციას, რასაც შენ თავიდან უყურებ, აი იმას კარგავ რა, როცა მე შენ საიდუმლოს ხო, მე იცი რას ვერ ხვდები, რომ აი რო დაგოწერი. გეტყვი, აი რა ხარო? დაღლილი რაზე იცი, აი სადღაც რომ მიდიხარ ვიღაცის დაბადების დღეა. და გიტარა კი არ არის, შეჩება დაუკარი აი. ახლა გაუკვირდა რომ სუფრაზე არ აგაქვს. რა, მოდი ლაშა ფოკუსი გამიკეთე. დარწმუნებული. მე არ გავაკეთებდი. სუფრაზე ფოკუსი რა, გიტარა კიდე მესმის რომ დააკრევი. არა, ეხა თიმაში ცოტა განსხვავებულად აფასებ, იმიტომ რომ გიტარა შეიძლება არ წაიღო და რა უნდა გითხრა. იმას თუ არა, ბაზარი ჩანგალი და კარტი ყველას აქვს სახში და ჩანგალიდანა და რა ვიცი. ჩემი საყვარელი რეკვიზიტი ზოგადად ბანკო არის. კი, კარტით ვაკეთებ, მაგრამ მარტო კარტი ხო არ არის, შეიძლება ისედაც გავაკეთოთ რაღაც ფოკუსი, რაღაც პრობლემები ვინით, ამიტომ ეგ კითხვა სულ არის, აუ რამეს ხო არ მაჩვენებ, მაგრამ ეგ მე არ მაგიზიანებს რა, იმიტომ რომ მე მიყვარს ამ საქმის კეთება. ხო, ეგეც არის. მაგრამ არის მართლა ისეთ სიტუაციები, როცა ნუ უბრალოდ შეუფერებელი ეგ ფოკუსის გაკეთება და ნუ მიწევს ხოლმე არ ვიცი რაღაც კულტურულად პასუხის გაცემა რა. შეუფერებელი სიტუაციაა და აი მაგალითად ვარდა სუფრაზე უთქვამთ ახლა ვიღაცა რომ ცოტა ნასონ დარევენ და ხო რა. ანახო მართლა ეს რო გაუკეთო, ანუ მართლა რო გაგიჟდება, ანუ აზრი არ აქვს იმ ადამიანს ვაჩვენო ფოკუსი
რო გიყურებს იმასაც ვერ ხვდება ვიხარ ზუსტად შენთვის არ ვთქო ეგრე სადაც უბრალოდ ვიყავ ტელევიზორში ფეგურთური იყო მიდინა წაიყვანე 5 წუთი და ხო რას ამბობ ჯობა მედი კი გასო რა მესმეურნეობა ხო იცი რა მოდი ეხა მე ფულს მიხდიან მაგაში ბრა ერთი ფრალებს კი წამოიკიდებ ისე კაცი ხო არ დავიწყო სიარული მაგნებებს აი ისი მასთან რესტორნის შესასვლელთან გასდიმა და მიმყავს რეპორტაჟი სამჭიქაზე არა იმით ბანერით სამჭიქაზე პრემიერი არა 10 წუთი 50 ევრო და ცოტა ხანი წინ ეხლა რა უნდა რომ მოსდევენ მოდი ანგელელი ყავა ხო დამის მე ესე მოდი შეანგელოზო შენთვის არ უნდა ხათაშორის რა უნდა კითხო კითხე კი არ გითხრათან კითხე ანუ შენ პროფესია და იქცა ხო ეს კი დიდი ხანია უკვე მაგ დროს იყო უკვე რომ მოხედი იქ რიჭიერში 2020-ში რომ მოვედი უკვე მე ეგ ჩემი მეორე პროფესია იყო პროფესიათ ანუ გულისხმობ შემოსავლებს და რაღაცეებს კი მე 2016 წელს რო გამოვედი პირველად ნიჭიერში მანამდე იყო ჰობი უბრალოდ ჰობი იყო რომელიც ნუ кайფობდი შენთვის რა არა ხო ჩემთვის кайფობდი სხვებს რო ვანახებდი უბრალოდ ძალიან ბევრი მეუბნებოდ იმდენად ბევრმა ადამიანმა მითხარო აი ნიჭიერში გადი რომ ეგ იყო უკვე შემაწუხებელი ფაქტორი და გააჯერა ეგ მაგ პროექტს ეგ ჰონდა ხო მომღერალსაც რო ნახავდნენ სად იმღერებ და მიდი გადი ნიჭიერში გადი იყო ეგ თემა რა შემთხვევაში ხარ რადგან ეს ძალიან სპეციფიური იყო უფრო მეტად ასოცირდებოდა ამ პროექტთან რა და 2016 წლის შემდგომ უკვე იყო რაღაც შემოთავაზებები რაღაც ივენთებზე კორპორაციებში და ასე შემდგომ და მე ხა იქ რო შემეცრო შევაბიჯე და რომ ნახე რომ თურმე ამის მიმართ ინტერესი არის მოთხოვნაც არის ცოტა სხვანაირად მივუდექი და მანდე დამოყოლებული შემოსავლის წყაროა და ბოლო რამდენიმე წელი კი არა ალბათ 1-5 წელია უნდა დაუთმო აბა რა ეს არის რა ჩემი მე ვფიქრობ რომ სწორს აკეთებ რაზე იცი პარალელურად არ უნდა აკეთო მარტო მანდ უნდა იყო რა და იმიტომაც გამოგდის ეგრე ძალიან კარგად გამოგდის ცოტა ისეთი ნათქვა მე ეგ არის შენი ისე რა პროფესია ისე ვარ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული მარკეტოლოგი ვარ და ორივე ჭირდება ეგ ეხმარება მე მაგამბოს 6 წელი ვიმუშავე მაგ მიმართულებით და ეხლა რაც ნოდარი თქვა რომ პარალელურად ძალიან რთულია რომ გააკეთო რაღაც 3 წლის უკან საერთოდ წამოვედი სამსახურიდან რა თან საკმაოდ ნორმალურ ადგილას ვიყავი ჩემი პროფესიით მუშაობდი მაგრამ იმის ათვისება რომ უბრალოდ შეთვისება რომ აი ნახე თან ესეც აკეთო აუცილებლად რაც არ უნდა მოინდომო რომელიღაცას რაღაცა ეგრეა რა მე შენ ძალიან ისტრესები გადავიწვი უბრალოდ და არჩევანს წესში რომ დავდგე მივხვდი რომ ეს გაცილებით მე იცი შენ აი ლაშა გელაშვილის ფოკუსი გააქვს რამე მარტო აი ხო ხდები რომ რას გეუბნები მოიფიქრო და გააკეთო კი იმიტომ რომ ეგ ხო ისეთ თემაა ეხლა მე ფილმები მაქვს ნანახი და ხო იცი რაზეც გულისხმობ ეს ფილმენდეს რო თამაშობენ კონკურენცია რო აქვს და კლეობებიც როა და ვითომ ეკიდება და რაღაცეები და თემა არის ზოგადად სოფლიოში ძალიან საინტერესო რა ვინ იყო კიო იგორ კიო თუ რაღაც მართლა საინტერესო გამოიყვან და შლაპიდან და რაღაცეები და მეუბნება ხოლმე იგორ კიოს ახსენებს ხოლმე ნუ მაგ პერიოდისთვის ეგ ერთ-ერთი ტოპი აქაც იყო ჩამოსული იყო კაცო კი სირქიო რაღა შენი კაფსულა ჭედავს ხოლმე ბიჭო ავგისტი მე ძველს აჭერ მოგონებსა ფოკუსის გამოგონებას რაც შეეხება რაღაც ეტაპზე რომ რაღაც ბაზა რო ავითვისებ და რომ მივხვდი რომ უბრალოდ ინტერესი და მუღამი რო გამიშა რომ მოდი ჩემი ფოკუსი მოვიფიქრო არაერთხელ დავიწყე მაგის ხეობა მქონდა დაველოდოთ თუ გავაგზავნე არა კაცო გააგზავნა უნდა ზედა არ მოვიდეს საერთოდ მე იცი რაზე ვისტრესებოდი ლაშა იცი სად ვისტრესებოდი არა ერთი და მყובოდა რაღაც რომ გავიქმე რომ გავდი ფოკუსის მოგონებაზე ვარ ხო და დავიწყე მოკლედ მინდოდა რომ ჩემი ფოკუსი გამომეგონებინა მაგრამ რამდენიც გამოვიგონე და რაღაც რო გონია რომ აი ჩემი ფოკუსია მე აღმოვაჩინე თურმე არსებობს ანუ ძალიან ხო მესმის ძალიან ლოგიკურად მიხდი ბოლოს ხარხმალი დავყარე იმიტომ რომ რაღაცას რო ვიგონებდი ან მე გულისხმობ ნულიდან სრულიად ახალი ფოკუსის შექმნას რა მაგრამ ეს ფოკუსებიც რაღაც კონკრეტულ მეთოდებზეა დამოკიდებული რაღაც მეთოდი თუ არის ესე ფოკუსი ვერ გამოიგონო როგორც იმპროვიზაცია ისე ვისთან მიდიხარ იმის მიხედვით ემზადები ხო ალბათ კი ანუ უფრო როგორ იცი ეხა უკვე ისეთ ეტაპზე ვარო რომ ვისთანაც მივდივარ ვარჩევ რა ფოკუსები უფრო კარგი იქნება იმ ადამიანთან შესასრულებლად. ხასიათსაც არის. ანუ არის რაღაც ფოკუსი, რასაც მაგალითად ვიღაცას არ ვანახებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ვერ გაიგებს. მაგრამ არის რაღაც ფოკუსები, რომელიც აი ნებისმიერი მაყურებლისთვის განსაკუთრებით კრიტიკოსებისთვის აი იმასთან განსაკუთრებით უნდა მოიტანო ტიტველი ქალების სურათები და ეგეთ გაყოფი ხარ გარყვნილობა. რო გაუჭი გაყოფი და რა აი გაუჭედია და გაუტრაკებია ჩემთვის. რა არა გვატყუებ და
აი რო არ უნდა მიმღებლობა რო არა აქვს ტიპებს ხო არის ეგეთი ტიპები რა ეხლა ვაფშე აი საერთოდ მიმღებლობა რო არა აქვს არაფერს რა ეგეთი ადამიანები ეგეთან არ წავა არა ყოლია მეც ეგეთ სიტუაციაში ვარ ნაყოფი უბრალოდ ეგეთი ადამიანი თუ თავის თავზე არ გამოცდის ძალიან რთულია რომ დაიჯეროს რა ამიტომ აქვთ ხოლმე რა ეს რაღაც ჩელენჯი აქვს რომ აი მე თუ მანახებ აბა და მე მან რო გამიკეთებია ფოკუსი ეგ ადამიანი აი 180 აჰა მე თავი მაგარი სმარტი როგორია და მივხვდები რომ იძახის რა აი ეს მე კი ნამდვილად ხო არის ეგეთი მაგარი კაია რომ როცა მაგათ ხვირს წაიკეხავს ეგეთი მოიცა მე მქონია რა ეგეთ მე ხა მოგიყვებით ერთ მომენტი იყო მაგალითად ფოკუს რო ვაკეთებ რა შეიძლება რომ გააკეთოს მაყურებელმა აი კარტით ვაკეთებ ფოკუსს და ხო შეიძლება აიღოს და გითხრას რომ მოდი შევამოწმებ კარტს რომ რაღაც გონიათ რომ რაღაც ჯადოსნური კარტია და შეამოწმეს აი როგორ შეიძლება რომ შეამოწმო რა რავი რაღაც ხელს კიდებენ ვისებებული ხო მე რო ვაკეთებ შუქზე რო ნახო მე ეს აი ხო არ არის მიტყუპებული ხო აი რაღაცა ხო შეიძლება რომ შუქზე გააკეთო რაღაცა გააკნიო და ერთმა ადამიანმა ადგა და დასუნა ვა, რო დასუნა, ანუ მკითხე რომ ხაბაბია. აი, წარმოგედა. შენ ხაბაბს უნდა უხდე, რა შედავი. დასუნა, აბარა, ნოდა. ხო და ერთი ხო და თან ყველაზე გადაობა ის იყო, რომ ვიღაცა მესექნა ვიღაცა მათხოვე. ახლა სად იყო წასული? მათხოვე ერთი ფიქრებში რომ დინჯაც იყო. დასუნა და არა, ჩაოლებრივია. ანუ ვერ დავამუღავ. თუმცა ძალიან გამოცდილი იყო. ხორცის კარტი იყო. წარმოგედა. შეიძლება მაგიას ყნოსვით ადგენდა თქვა. რა სპეციფიკური აქვს. მე ცირის იმეშინოდა ბავშვობიდან და ვერ მოხსენი, აი დღემდე მაინტერესებს დავესწრებოდი, ვნახავდი შიდა სამსახურს. აი ეს კუბიკებში რო ტიპები არიან, რო ჭრიან მე ეს. რო ჩაწვებია. რა ეგ არის, ძვართლა ჭრიან შეჭება. რა ვიცი, თავი იქით მიდის ფეხი. არა, ხო და რა უცნაურია, ბჭო. აი ეს ხო ჩაწვება ერთ დიდ ყუთში ეს აი ნოდა ეგ ყველაზე ისეთი ბანალური ეგ გუგლში ვაკეთო. არა, გააკრიფე და გუგლიდან გაჩვენებ რომ მოგეკეთება. გუგლში ვერ ვნახო. არის, ბიჭო, ეგ არის ყველაზე ეგ შენ ისეთ რამეზე ლაპარაკო. კაცი აქ იმებს ეთამაშება ვარსკვლავებს. ხო? ეს არა, ეგ მიმართულება, ეგ მიმართულება მაგას ხო. ბავშვობიდან მაინტერესებს თვითონ რასე შენ რასე თამაშები ერთ. შენ რასე თამაშები, აი რა ვარსკვლავებს ეთამაშები. შენ რასე ეთამაშები ვიცი მე. არა, შენ რა ვარსკვლავებს ეთამაშები. მე გეუნები რომ მაინტერესებდა ბავშვობიდან. ყველაზე ნუ მაგაზე დროს მოაკარგე. არ ვაკარგე. რა კითხებია ლაშას. მიდი ნახე გამოვში კითხები. ვინ არის? შენ ამაზე გაჩერდი ადრე ბავშვობაში მიტარებ. მომის რა გიგე კიდე ერთ პროფესია. აბა ფსიქიატრი და ეს პასტაინი კლიენტი გეყოლება ცხოვრების ბოლომდე, რო. ვау, ფული არა აქვს. ჩაიხედე ერთ, ჩაიხედე. რომელია ლაშას საყვარელი ფოკუსი და თუ შეგიძლია გაჩვენო. აი დაიწყო. ჩემი საყვარელი ფოკუსი და რო გაჩვენოთ? კი, შემიძლია რო გაჩვენოთ და ჩემი კი. ვა, აკაი, რა ვიცი, მა რითიო. მე ჩემი ხურჯინით ვარ წამო. ღრუბელს დააჯახებს ღრუბელს. ეს ეხა შენ ამით რო დადიხარ, სულ არ მიგვის. აბა, არა, ვაჩვენოთ მართლა? ვაჩვენოთ. ო, რავი, მომწერა კაცმა და. რა პრობლემაა მე? არის გაბატონია თუ კაცი, გაჩერდი, ბიჭო, რე. უნდა უხდება მაგიას, ეგ უხდება შოუს. ის ვიდეო რო დავდეთ, მოეწონა და იგივე და ეხა კიდე უნდა რომ იგივე რა. ჩემი საყვარელი ფოკუსი იდეაში მე მგონი უშუალოდ ჩემი მაყურებელი ვინც არის ეს ფოკუსი ეწოდინება, იმიტომ რომ ჩემი აი კარტით მგონია რომ ამაზე სრულყოფილი, ბევრი ეფექტური ფოკუსი არსებობს, ეგ ცოტა სუბიექტური შეფასება იქნება, რომ თქვა რომ ეს საუკეთესო ფოკუსია, მაგრამ ჩემი აზრით კარტით ამაზე სრულყოფილი ფოკუსი არ არსებობს. ეს ნასწავლი გა ხალხისთვის? არა. აბა რა არასწავლის ეგ იასნა. შეიძლება დავიღო. ნახე აი გეტყვი, არსებობს რაღაც ფოკუსები, რომელსაც რო ავხსნი, აი მაგათ ეს ფოკუსი რო ავხსნი, შენ მაინც ვერ გააკეთებ. გარკვეული მიზეზის გამო და ეს მიზეზი ამასაც ხო ვერ ვიტყვი. რაც გააკეთებს. არ მოინდომო? რძე და ტყემალი მოინდომა გააკეთებ, მაგრამ არა ცხოვრება რომ არა, აუცილებლად შეიძლება ავიღო. ერთად უნდა ხელი არ ახლო ბიჭო. თუ შეეხე დაადე. თუ გერა მე შემეხედა. უსე გააკეთებ, მაგრამ შეულებრივი ყუთია. შეგიძლია დასუნო. ხელი არ ახლო. დასუნო. მარტო ეგ არა. შეგიძლია რაღაცები დასუნო. ლაშა გაჩერდი. ხელი გაუში. აუცილებლად გააკეთებ, მაგრამ მე რო ეხა ეს აუხსნა და ამ ვიდეოს რო გქონდეს 100 და 200, 300,000 ნახვა, აქედან 99% კი რა უფრო მეტიც ვერ გააკეთებს და გამოვა რომ საიდუმლოს უბრალოდ გავამჟღავნებ. გაუში, ბიჭო, რატო უგუჩებ, კაც? შეულებრივი ფოკუსია. აბა დადგა დრო. ბიჭო, მე ვიცი რომ შეიძლება ორი ფოკუსი გაქვს ნახი და ვაჩვენოთ. სი, პორაკი დამნოში. არა, ეგ თვითონ წელი სწორი ფოკუსია მაგის. კაი, ეხა შენ აღარ შეგიძლია. კაი, მოგეთ, ეხა მე გავაკეთებ. ჩემი საყვარელი ფოკუსის ჩემს საყვარელ შესრულებას გაჩვენებ რა. დაიცა ჩემი საყვარელი ფოკუსი. არ ვიცი რამდენად
საუკეთესო, რა ჩემი საყვარელი ფოკუსი. შენ საყვარელი როა ჩვენც უკვე საკმარისია ეგ. დაწუნებული ვარ, რომ კარგი იქნება. ესე იგი, ნოდარ, მე ვიცი რომ შენ რაღაც ფოკუსები მინიმუმ ნახი გექნება. არა, ბევრი გაქვს ნახი. ბევრ ფოკუსში რა, ხო, მაგალითად ეს ბევრ ფოკუსში დამეთანხმები რომ როცა ილუზიონისტი ფოკუსს აკეთებს, განსაკუთრებით კარტით ხელის ტექნიკა მნიშვნელოვანია, ხო? აი რაღაც ხელის სისწრაფეს რო ეძახიან და ასე შემდგომ რა. მაგრამ გეწონა შენ. მაგრამ ამ ფოკუსში საერთოდ არანაირ შუაში არ არის ხელის ტექნიკა ან ხელის სისწრაფე. ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება შენზე. ანუ ეს ფოკუსი გამოგვივა თუ არა, შენზე არის დამოკიდებული. ამიტომ თხოვნა მექნება, რასაც განახებ, ბოლომდე გამომყევი. უბრალოდ უნდა ამყვე ასე ვთქვათ პროცესში. მიდი მირიანი. კაი. წარმოიდგინე, რომ ეს დასტა, რომელიც ხა მაგიდაზე დევს, მე ვიღებ, ხელში მიჭირავს, აქ მაქვს ზუსტად იგივე ყუთში არის მოთავსებული რა. ყუთს გავხსნი, დასტას ამოვიღებ, ყუთი დამიჭირე, დიმა შენ მქონდეს ცოტა ხანი, ამ დასტას კარგად აუჩეხავ, მოუჭრი, შენს მოჭერი. შენს მოჭერი. შენს მოჭერი ვარ გეგონოს რომ დასტა დაწყობილია. აჩეხე, მოჭერი და მე ისე მოვიდე. ეს მიყვარს. და მომეც. კარგი. ნახე, ყუთი მეკონდა. ახლა ყუთი შეგონოს. ახლა მინდა რომ ამ დასტიდან ნებისმიერ ერთი კარტი ამოიღო. საიდანაც გაგიხარდება, ამოიღე. დაიმახსოვრე. მოგწეს ეს კარტი თუ გინდა რომ გამოცვალო. არა, იყოს. ხმამაღლა დაასახელე რა კარტი ამოგევიდა. ხაბა კი, მე ხო იმას ყვავი. რომელი ყვავი? ყვავი რა რომელი? აუზა. ტუზი. ტუზი ყვავი. ტუზი ყვავი. ნოდარ, ტუზი ყვავი არის სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სტატისტიკურად დასახელებადი და ამორჩევადი კარტი. ხომარ გინდა რომ ეს ტუზი ყვავი გამოცვალო და სხვა კარტი. არ გამოვცვლი, იმიტომ რომ შენ ტყვი უბრალოდ არ მკითხავდი მაგას. ესე იგი რაღაცა შესაძლოა. შენი გადაწყვეტილება რომ კარტის გამოცვლა არ გინდა. კარგი. ეს ტუზიყვავი ამოატრიალე. გვაჩვენე, ნამდვილად ტუზიყვავია, ხო? კი. და აი ესე ამოტრიალებული სადმე შუაში შეეცურე. სადმე შუაში ეს. და ესე დავკეცავ დასტას დიმა გამოგართმევ. არ დაგეყაროს მან დადე. დავა იქით გაწიე. დასტას ჩავდებ, ყუთს დავკეცავ, დავდებ ისევ აქ. აი ეს ყველაფერი რაც გავაკეთეთ, ხო ვიღაც შეიძლება სასაცილო იყო. არანაირად. თუმცა თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ ამ დასტაში, ერთი კარტი უნდა იყოს სადღაც შუაში ამოტრიალებული. მართალი ვარ. ხო, უნდა იყოს კი, მაგრამ მე ძალიან ფრთხილად უბრალოდ დასტას გავხსნი. სიგიჟია, ხო არ გადაო. და მინდა რომ კამერამაც დააფიქსიროს, მე რო გადავშლი, რომ სადღაც შუაში ყველა კარტი არის ჩვენ მდგომარეობაში, მაგრამ სადღაც შუაში მარტო ერთი კარტია ამოტრიალებული. მხოლოდ ერთი კარტი. მე არ მინდა რომ ამ კარტს ხელი შევეხო, შენ თვითონ ამოწიე, სადღაც აქეთ ჩადე შენს. ამოწიე და ნახე. ამოატრიალო, ხო, ამოატრიალე, შენ თუ ნახე. ამოატრიალე. აუ ხო არ გადაო ბიჭო. გითხრა გამოცვალეო ბიჭო? გითხრა გამოცვალეო? ანაირად. ეხა მეორედ რო გააკეთო და გამოცვალოს მაინც გამოუცნობ, ხო? არა, არ გამოვიდოდა ეხა, რომ გამოიცვალა რა გეგონოს არ გამოვიდოდა. ანაირად. აუ მოდი ერთიც რაც მურად. რა ერთი წეგა დილამდე გინდა? არა, ერთი. ხო შეიძლება, თუ აღარ შეიძლება. არა, ფოკუსი ზოგადად ერთხელ კეთდება. და მას აქვს თავისი ახსნა. არა, მომისვენე. არა, იქაც გაგვაგიჟე ამან, ბიჭო, მე რომ ახსენე, ეხა გამოსცე. ბიჭო, ანაირად, როგორ? რაღაც ციფრები და ესე რო დაგვაწერინე, თუ ეგ მაგას არ ვიცი ხო როგორ გააკეთე. არა, რანაირად და რატო არ გამოცვალე, რო გითხარი? მე ეხლა ვიცი რომ შენ რო გამომაცვალე. გინდა აგური ყოფილიყო გააკეთებ. ჯიგლო ხარაშო გამოცვის, ხო მეორე ამოგეღო. რა მნიშვნელობა აქვს? არ ხო და კარგია რომ არ გამოცვალა. არა, ის მაინც დამააგური მეთქვა. მაინც დამააგური რომ მეთქვა, მაინც ეგ იქნება. აი ესე გვაბაიბურებენ მეგობრებო. როგორ კეთდება ეგ რა? ხელი არ გვიხლია არაფერი. ტიპი ხარ მართლა რა. ესე გამოდის არ არა, გავიგე, მაგრამ წარმოულა რანაირად ხდება რომ მე ესე აფექტურად რაღაცები ოპ და ტუზი ყვავი და გახშენი და რანაირად ხდება. კაცმა თქო, ასწავლის ხალხს ფოკუსებ და ეს არ მისწავლებიო და რა ზეკითხები. არა, ვიცი რომ არ იტყვის, არც უნდა თქვას, გამიტყდება. აი რამდენი გადაგიხადოს რო უთხრა ფოკუსი. აი ეხლა ამ წუთში. არა, ამ წუთში ვერაფერს. $10,000. $10,000 წამოწმო, კამერის წინ აგიხსნე. არა, არც უნდა ახსნა. ეგ არ უნდა ახსნა, ესეთი მაგარია, ბიჭო, რა სამი. არა, ნახე როგორ რაღაცა. $10,000 ბიჭები. $10,000 რა თქმა უნდა ხან ფოკუს ავხსნი, თუმცა კამერის წინ არ ავხსნი. მაგრამ რასაც ვაიზერ და იმას თორე არა, ამაზე არ არის, რომ ეხა მე რო აგიხსნა შენ, ანუ არსებობს რაღაც კონკრეტული მიზეზი, რის თქმაც ეხა არ შემიძლია. რის გამოც უბრალოდ ამ ფოკუსს ვერ გააკეთებ. თუმცა შენ რომ დაინტერესდი ამ სფეროთი,
ისწავლო რაღაც ბაზა რო აითვისო, აუცილებლად ისწავლე. ო, ბევრი დრო უნდა დახარჯო. ჩემთვის ისეთი უცნაური ხა ვერ ძალიან ბევრი ხა გაჩია ბევრ დროში რას არ გიწედავენ, გითხარი და ხო გექნება, ეგ დაცვა იდგა ხოლმე ვარში იმის ბიჭის, რომ იმიტომ რომ ინტერესი არის ეს გიჭედავენ თვის არის. შეგძდება, როცა ესე რო იცი, რომ ხო ვიცი რომ აშა მატყუებს და რო ვერ ხვდები და შეურაცხყოფილი ვარ თითქოს და რაღაცა ღირსება მე ამ შემთხვევაში მე ვკაიფო. ხო და აი არის სწორი დამოკიდებული. მაგრამ და ამ შემთხვევაში ეგ არის კაი ტყუილი რომ ასწავლო. აი არის სწორი დამოკიდებულება. რაღაცა წმინდა ხო უნდა დარჩეს ბიჭო რა არის. ბიჭო აბა რა მისტიკა უხდება. მაყურებელი განწყობელია იმ ხრივ რომ აი ხა მე ამ ადამიანმა უნდა მომატყუოს. უკვე არასწორია. სიამონებას ვერ იღებ, ერთი მოდი თავი დავანებოთ რა. ხო და რატო უნდა გირტყავდეს ეგოზე? მე ხო არ გეუნები რომ მართლა ჯადოქარი ვარ რა. ეს ნახე თვითონ სათაურიც გეუნება, საილუზიო ხელოვნება, რაღაცის ილუზიას გიქნე. რა რო არ მე ჯადოქარი, მე უბრალოდ ჩემ მიზანია რომ იმ მომენტში შეგიქმნა ძალიან არარეალური რაღაც გაჩვენო, იმ კონკრეტ მომენტში რომ შენ გაგაუცო. ხო და გაგიხარ არა მოგაწყო. არა იყოს ტყუილი მე რა. არა, არა შეფასებაა. არა პირიქით არა ტყუილი არ ქვია ნოდარ, ნახდათ არ ტყუილი შემთხვევაში იქნებოდა. მე რომ გითხრა რომ აი ნოდარ მე მართლა შემიძლია აქ რაღაცა მისტიურად ან შენი აზრების კითხვა და ჰაეში გაფრენა და ამას რომ მე ვიღაცას ვაჯერებდე, მაშინ ტყუილია რა. არა, სხვა რა მე ვარ უბრალოდ პერფორმერი ვარ ამ შემთხვევაში, რომელიც ვასრულებ სანახაობას გიქნი რა. ეგრე თეატრიც ტყუილია იდეაში. ხო, მაგრამ ხო ვიჯერებ. ხო და ეგ არის. კარგია რომ ნიჭიერად ემოციას კი, იმიტომ რომ ნიჭიერად მაჯერებ. ცხოვრება წყილზე აგებული, ილუზიებზე აგებული. ნახე, კარგია თქო, მე მაგას გეუბნები, პირიქით შენიო რა, მაგას გეუბნები რომ აი როგორც თეატრში თუ უნიჭოა ვერ მატყუებს და ნახვამდის კარგად იყავი და მოუკვდები სიცილით, ეს რა არის? ესია, ესე ჩემთვის გეუბნები, შენ ახლა პროფი ხარ რა. თუ ჰარი მაგვაიერია ვერ გატყუებს, მაგრამ შენ მაინც მოგატყუა? მაგრა აკეთებ რა და მაგიტომ გეუბნები, კარგია ძმაო, დამაჯერებელი. მე კიდე ერთხელ მე აი ვიზუალი რომ შეხე აი უყურე ყოფილა შემთხვევები რა. ეხლა აი საცობში რომ მოდიხი ხა საცობიო ეს მოყევი და რომ მოდიხარ რაღაცებს ხო უყურე ვიდეოებს და აი ყოფილა რომ აი ნიჭიერი რაღაცებს უჩვენებენ სიმღერებს, სიმღერებს ერთად ისაც უჩვენებენ სხვათა შორის რა და ის კაც ხანდახან მაგარი შოქში ვარ ხოლმე ესეთები ხდება და არის გამოვა ვიღაცა აი რაღაცა შეხედავ არაფერი და რო დაიწყებს კარგად სიმღერა და რო იცვლება შენი ხედვა რა მის მიმართ რა აი ხო არის ეგა რა ფაიმე რა არის ეს მეორეთაა ეს ხმა ბიჭო რაღაცა ჩოგანი აი იყო და მე მგონი რაღაცა ბიძგი იყო ჩამოვარდა ბილბაო 3 წელი წააგო ეხა ჩოგანი ჩამოვარდა ბილბაო 6 წელი წააგებს მე მგონი რაღაცა ნახო მისტიკა ჩაერთო ეს ყველა კი არ მოსულა კიდე გავიკითხოთ ხო გამოვიშვი რა არის ვაშენოდარა გამოვიშვით ისთვის არის პირველად კარტი როდის აიღე ხელში და რა გააკეთე რომელი ფოკუსი პირველი ეს საინტერესოა სუ პირველი ფოკუსი რა იყო ახსოვსი თუ კარტს იღებდი ირჩევდი კარტს გარია ამას ეწამს ან მე ნახე უცნაურია რომ ეს გადათვლაზე რომ მითხარი მე მაგ ფოკუსს არ ვაკეთებდი აი ფოკუსადაც მიმაჩნია არა მაგ მომენტში როცა მე არ ვიცოდი ფოკუსები სხვა რაღაცას ვაკეთებდი. ეს ზუსტად პირველი ფოკუსი რა იყო? არ მაგ მაშინ იცი რა, მაგის აი არასდროს ადამიანი არა მაინტერესებს რა იმოქმედე ეგ თუ გახსოვს. აი მე გეტყვი. ზოგადად ფოკუსი კი არა, აი კარტი რო აიღე რა იმოქმედე. მე ბავშვობაში მასწავლა ერთმა ადამიანმა ფოკუსი და სხვათა შორის მაშინ ვიყავი ძალიან პატარა. დასტიდან იღებდი კარტებს ყველა ნახატიან კარტს და ალაგებდი მაგიდაზე რა და ამ კარტს რო დავალაგებდით მე გავტრიალდებოდი შენ შეგეძლო ეს კარტი ნებისმიერი ესე 180 გრადუსით შემოგეტრიალება რომელიც გინდა რამდენიც გინდა და რომ მოვტრიალდებოდი გეუბნებოდი რომ აი ეს და ეს კარტია შემოტრიალებული რა და ანუ არაფერის არ არის რა თუ გინდა შენ მოიტანე კარტი შენ დადე და იგივეს გავაკეთებდი რა ეს მახსოვს რომ მე და ჩემს ძმას გვასწავლა ეს ფოკუსი ერთმა ადამიანმა სტუმრად ვიყავით და ყველას ანახებდა და მართლა შოქში ვიყავით რომ არაფერს არ აკეთებს აი წარმოგიდგენთ ფურცელი ხო არის და ესე კარტები რო დაალაგო და ეს გატრიალდება მართლა არ უყურებს და თუ გინდა იქით ოთახში გავა საერთოდ და რომელსაც გინდა და რამდენსაც გინდა აი ესე მოვატრიალებ უბრალოდ 180 გრადუსით და რა მოდი ეს კარტი ხო სარკისებურია რომ ატრიალებ იგივე არის აქედანაც იგივეა და რომ მოვა გეუბნება რომ აი ეს არის შემოტრიალებული რა და ვიღა თავიდან ვიფიქრეთ რომ მეთქი ვიღაცა ხო არ კარნახოს, მაგრამ ერთი ერთზეც ხო რაღაც აქ იმ კარტს ისე არაფერი აქვს შენ მოგეტანა კარტი დაგიდებ და გააკეთე. ეს ფოკუსს მასწავლა. მე და ჩემს მას გვასწავლა. და თან ისე გვასწავლა რომ ესაო
სიტყვა მომეცნო, არავის არ ასწავლეთ. ისე შენთან ერთად ჯოკერს არავის არ მისწავლე. ეგ უნდა ვკითხო ეხლა. არავის არ მისწავლე და ეგ ფოკუსი, აი ძალიან იმდენად კრეატიული და ჭკვიანური რაღაცა არის რა. და უმარტივესი თა მე რო და გაიგებ. უმარტივესი, მაგრამ გამორიცხულია, რომ ეგ აი მაგ ფოკუს, აი მე რო მიწევდეს ილუზიონისთან ფოკუსის გაკეთება, მაგ ფოკუს გავაკეთე და ვიცი რომ მოტყუდება. ვერ გამოიცნო. მაგარია. იცი რა ვაკითხო? აი ეგ უნდა წამოსვლა. მე ეგ მეკითხა, უყურე შენ რა სხვანაირი გონება გაქვს, ისა აზროვნება და ფაქტია რა, რა თუნდა მაგას აბარაკი და კარტის თამაშობ ზოგადად? შველის, ანუ ჯოკერის. არა, შენ ხა ჩვენ რო დაждდით, თორე მოგვიგებ ხო ალბათ. არა, თუ მითამაშებთ ისე პატიოსნა და მე მიუხედავად იმისა, შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს და არ დაიჯეროს ყოველთვის პატიოსთან თამაში. და რა შეგიძლია რომ არა პატიო, აი რა შეგიძლია რომ გააკეთო. მე თუ დამარიგებინებთ მაგალითად, აი მე რო ავჩეხო რომ მოვიჭერა და რომ როგორც გაგისწორდება ისე დასვა? მე ცხრის კარტი ჩავიწო. ანუ ვაი მე რომ მომცე დასტა და შენ თუ არავინ არ ეთამაშება, ბიჭო, ამდე ხალხს რო უყვები, იქაც მოყოლილი. არა, მაგრამ ჯიგრულად გეუბნები რა, ანუ შენი პროფესიიდან და პროფესიონალიზმიდან გამოდიე, მაინც გონია რომ არ გენდობიან რა. აი 10-დან 10-ზე შეგილია რომ დაისვა ცხრის მე კარტი. თუ მომცემ დასტას, აი მომეც დასტა და შენ თვალწინ ავჩეხავ, მოუჭრი, დავარგე პარტნიორზე. ამასთან ეხლა რატო უნდა ვითამაშო ბიჭო ჯოკერი, აი ვითხარი. თუ მე მეტყვი რომ მე აი შენ რომ მოგცე დასტა, შენ რომ აჩეხო და შენ რომ მოჭრა და რომ მომეცერო და არიგეო, ერთ ჯოკერს მაინც ჩავიწყობ. მე ვიწყობ. ცხრიანებში ვიცი, მეც როგორ ვიცი? აბა, ქვემოთ დავდებ ხომ და ხსლიპ. ცხრიან, ეხლა მომეც კარტი და ცხრიანების იმას დავარგე. კარტი არ ვიცი, წუს მოგცემ თუ გინდა შავს. არა, ჯოკერს ქვემოთ ვდებ რა, მარტივი ის არის, ხომ მომიჭრი და რო ვაცი. ვერ გაიგო რა. ხო, გასაგებია, მაგრამ მე არა, შენ ცხვრის კარტს დავარგე. არა, ხო, მაგრამ აი არასოს არ ვიყენებ რა. რა აზრი აქვს ეგრე გამოყენება? არა, აზრი ისე თუ ეხა შენს დანსინაურებს უეჭოლი. კაი რა მან ჩა. აზრი ისე სწრაფი ხელები შენ ზოგადად ვარ ძალიან აზარტული. აი ძალიან აზარტული ვარ და რო ვიცი რომ ეხა მე შემიძლია ცხრის კარტი რო ჩავიწყო და უეჭველი მოვიგებ, საერთოდ მუღამს ვკარგავ და პირველ რიგში ჩემი და გამომდინარე ბიზია უცხოეთში ითამაშე ეგ კარტი სარგის სოსიკა რა. მე მოყვები ერთ მაგარ ისტორიას. მიდი აბა პოკერზე. პოკერის თამაში ძალიან მიყვარს და პოკერის თამაშის დროსაც არავინ არ ასე ვთქვათ, არავინ არ მენდობა რა, რა თქმა ხო, რომ შენ არ დაგარიგო. ხო, თუ მეგობრებში ვთამაშობ, აქვე ვიზახი რომ არანაირი პრობლემა არ აქვს ჩემმა მეგობრებმა, საახლობლო წრემ ძალიან კარგად იცის რომ არაფერს არ შევაწყობ. ხო, რა თქინდა რა. თამაშობ ისეთ სიტუაციაში იმ ხალხთან ვიცნობდი, ისედაც მეგობრობდი, მაგრამ პირველად მიწევს თამაში და აქედან გავონე რა ეჭვი აქვს და მითხრეს რომ მოდი პოკერს შენ არ დაგარიგებინებთო რა. და ერთ-ერთმა ბიჭმა ასე აჩეხვის დროს მეუბნება რომ აი თუ მაგარი ხარო, ხო მე ვავჭრიო და ამ დროს და ჩააწყეო რა მე რო და შენ რო არიგებდე მე და კიო. და ეხა უთხარი რომ მეთქი ეხა ამ დროს როგორ უნდა ეხა ხო გამორიცხულია. ყალებზე გამორიცხულია რომ ანუ იმან რო აჩეხოს მოჭრას და იმან რო დაარიგოს მაშინ რა უნაქრა არ ეხები შენ და და უთხარი რომ მეთქი ეხა რო დაარიგებ დამა და ვალეტი გექნება მეთქი. მან ხო რო კარტს არიგე. შენ დაირიგებ შენ დამას და ვალეტს მეთქი. და ეხა ყველაზე გასაოცარი მანდ რა არის რა? აი დედას უფიცა ვარ თუ ვიტყუებოდე რამეს. მან ხო გამორიცხულია რომ ფოკუსი გააკეთო. რა ფოკუსი უნდა გააკეთო? ანუ არა ხო, შენ ხელში არ არის და. რაც არ უნდა ჯადოსნური კარტი მოგცეს. შენ თუ ჩეხავ და ჭრი და შენ არიგებ, მე რა უნდა გავაკეთო? ხარტი ხო. მაგრამ უთხარი რომ მეთქი დამას და ვალეტს დაირიგებ მეთქი რა. და აი არსებობს ეგეთი მომენტები, რომელიც გამორიცხულია რომ სიტყვიერად აგიხსნათ, მაგრამ რაღაც მომენტი გაქვს, რომ აი წინათ გზნობა გაქვს, რომ იცი რომ ის იმას გააკეთებს. აი ეგ უკვე სხვა სფეროში გადავდივარ ჩემოლაშა. ხო და ნახე, აი მე თვითონაც ვერ ვხსნი, მაგრამ არის რაღაც კონკრეტულ მომენტში მიგრძნია, ეს არ ხდება ხშირად. მაგრამ აი რაღაც მომენტში მიგრძნია, რომ ამას თუ უკითხავ, იმას მეტყვი ზუსტად. გაფიცებ დაიდო ისა? და იმან რო დაარიგა, მე გავუკეთე ეგეთი რაღაც, რომ მე თუ ეხლა ამ დამა ვალეტზე ხო გეუნებით ხო, შენ თუ დამავალეტი არ გექნება მეთქი. მე თლიან ჩემ ფიშკებს შენ გაძლევ მეთქი და თუ გექნება მეთქი შენ ნახევარი მომენტი თქო და მაწყობსო. და დამა და ვალეტი ამოვატრიალა. აი დედას ვისავარ თუ რომელი რაღაც სიტყვას ვამეტებ. დომინო, ნახევარ ფიშკა მომსაგე. ლაშა დომინო შეგიძლია? მაგაში გეთახმები და. მაგრამ ფოკუსი არ ყოფილა. არა, არ გამიკეთე. იცი რა, შენ ხა ეგ როცა შენი სფეროა, შენი პროფესია ეს არის, ეგ ინტუიტიური რაღაცები ერთვება, არ არსებობს რა. ძია, რამდენჯერ არ ინტუიტიურად არ გამოგიცდია რომ ბილბაო წააგებ და 3 წელს მანჩესტერთან. მან ბილბაოს ვერ შევატყوار ხა. არა რატო კითხება? არის. რა მარტივად გეტყვი, ხა დაუჯდები და შენ შემიძლია. გამოვიდა მაგარი კითხვა. აბა გისმენდი. ესე იგი, ელო დარჩე გეკითხება. ლაშას შეუძლია თუ არა ესპანეთის ნაკრები რომ გაგვიქროს ჯგუფიდანო? ეგ ფადაშორის
ევროპის ჩემპიონატზეც მითხრეს რომ ბიჭო არა გადაგვეკი და გაგვიტრაკე სამურავი რო ჩაუშვათ ან რაღაცა არა ესე კითხვა გიხვალა მაგაზე მუშაობ მეგობრებო და თუ რაღაცა პატარა საშუალება მაინც მექნება რომ რაღაცა მაგია შევაპარო აუცილებლად გავაკეთებ რა არა ნუ აი წეგა მაინტერესებს ელო ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ჯერჯერობით ლაშას შეუძლია ესპანეთის ნაკრები რომ გაგვიქროს ჯგუფიდან კითხვის ნიშანი არა მე მგონია რომ შეუძლია სამწუხაროდ არა აეროპორტთან თუ არა ვერა აი აეროპორტამდე აეროპორტში კი თუ არ გამოუშვ შეგიძლია რომ გააქრო იქ შეგიძლია რა დენი ჩაქრეს აგვიანო ის როგორი გუნდია ერთადერთია მაქსიმუმ გადაიდოს არადოს არ მინდა რომ ისავქნა რა ეგრეა სამწუხაროდ თუ როგორ იმას რო კითხეს არ ვადაზრებო სიმსვლელი იყო მაშინ სადა ნუ მე შოთა რა და ბარსელონას როგორ საერთოდ არ მინდა რომ ბარსელონას ეთამაშო მაშინდელი თახოვიცი რა ბარსელონა იყო რა დომინოს შეგიძლია ეგეთი რაღაცა დომინოს არ ვთამაშობ სხვადასხვა ცადე რამდენჯერმე და აი დიდად მუღამი ვერ დაუჭირე. არა და ბევრი მეუბნება რომ აი შენ ძალიან მოგეწონება. მაგრამ შეიძლება იმიტომ რომ მეტი შანსი არ მივეცი მაგ თამაშს და იმდენად არ მაინტერესი მაქვს რომ ვითამაშო რა. მათემატიკა ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან მიყვარს მათემატიკა და მეუბნებიან რომ და ტუალეტობანა რომ მე მევასებოდა ეგ და ხორობანა. ტუალეტობანას მაგრამ რა ვიცოდე კარტის გამოცურება კარგად ხორობანა არიცი? არა ვიცი მაგრამ არ მახსოვს. აი რა ესე დეოს კარტი ძალიან მარტივი თამაშია და მოიღა აგური ხორობანა ვიცი შემოდგომაზე კახეთში. ხორობანა მისანა ხორობანა. მოდი ბავშვი ფერმა ვკლიჭოთ გოჭების. ჰა? გოჭების ფერმა აბა პირადზე გადავდიო. აბა გისმენს. პირადი რა ეხლა ლადის არ არის მაგრამ გოგოსთვის ყვავილი გიჩუქებია? და მე დაზუსტება ჯადოსნური ყვავილიო. გამიჩენია თუ არა ყვავილი? ხო, ეგ არის რა თქმა უნდა. ალბათ კი. ესე იგი რა ხდება? რა ხდება ეგ? გოგოსთვის ყვავილი როგორ არ მიჩუქებია, მაგრამ რაღაცა მიზნები რა გამოძრავებს და გოგოს დაკერვა რა რაღაცა მაგას კონტექსტი რაღაც რა მე ძალიან დიდი უპირატესობა მაქვს პირდაპირ ვიტყვი თუ ფოკუსები იცი ზოგადად ძალიან საინტერესო ტიპი ხდები რა არა მარტო ბიჭს და გოგოს გულისხმობ რა ანუ უცხო გარემოში მაგალითად ძალიან მაგარი საშუალებაა რომ კომუნიკაცია შეხვიდე მარტივად და ასევე შენს მიმართ ინტერესი წამოვიდეს. რამოდენი ფოკუსაც ვაკეთებ ყველა მოდის და მეკითხება რომ ამას როგორ ვაკეთებ გაოცების სახით და ასე შემდგომ რა. და იგივე ხდება ეხა მაგალითად ბიჭმა რომ გოგოს რო ფოკუსი გაუკეთოს და კარგად თუ გაუკეთა ისიც თუ აღმოჩნდა რომ ინტერესი აქვს რომ ვიღაც არ მოსწონს ეხა ფოკუსი. ხო ზოგი სიგას გაგაკეთებს. მაგრამ აი ძალიან იშვიათად რომ ეხა კარგ ფოკუსს ვიღაც ანახებს და გითხრას რომ აი ინტერესი არ მაქვს, აი კაცო გამოგიყენებია ეგ შენი ის უნარი თქო გეკითხება ადამიანი. ძირითადად არა. მაგრამ შენ მე მეუღლე და ორი შვილი მყავს. უი, მაშინ ახლა საერთოდ არ კითხავდი კაცო. არა, რა პრობლემა. ნახე მე რა ვთქვი, 15-16 წლის ასაკში დავიწყე ფოკუსების კეთება. ჩემი მეუღლე რო გავიცანი, ვიყავი მე 17 წლის. და შესაბამისად მე თუ რამე ფოკუსები გავაკეთებია. თავარი ფოკუსი ეგ იყო. ყოველდღიურული იყო. აჰა, გამოცდას აბარებდი მეუღლესთან ესე. კარგი ბრალდება ხო მე რო ვერ იგებს რაღაცეებს? მე მაგალითად ეხა აი რა ვიცი, შეიძლება კაცო, პირიქით კარგია. ბიჭო, არა, ხო არ ასწავლის ყველაფერს დარწმუნებული ვარ ეხა. ასწავლის მუღამია. სხვადასხვა ჩემი მეუღლე უნდა სწავლა ისე? აი ესე აროს არ მოსულა და არ ვთქვამს რომ აუ ეს მასწავლე აროს არ ქონდა მაგრამ ძალიან დიდი მესაიდუმლეა იმიტომ რომ როდესაც მე ნომერს ვადგენ სანამ აუდიტორისნაში გავიყვან ეხლა უკვე იგრი არის რომ მეუღლეს ვაჩვენებ ხოლმე რაღაც კონკრეტულ მომენტში და ზოგჯერ რაღაცებში დახმარება თუ მჭირდება შევისახე თუ მჭირდება ესე პირდაპირ არ ვამბობ რომ ფოკუსი ვუხსნი არ ამიხსნია ესე ფოკუსი მაგრამ რაღაცების გამჟღავნება ზოგჯერ მჭირდება ხოლმე რჩევების სახით და ძალიან კარგი მესაიდუმლეა, მაგრამ ეგ დისკომფორტი ასოს არ შეუქმნია ჩემს რა ულაშა ეს ფოკუსი მასწავლე. ჩემ არც ერთ ოჯახის წევრს რომლებიც ყოველთვის გულშემატკივრობდნენ არ მოსულან და მამა ჩემი მახსოვს სამ ფოკუსზე მითხრა, ერთ-ერთი ფოკუსი რომელიც იქნებ მასწავლო და უთხარი რომ ვერ აპერება. ის რო იყოს შენთვის არია, შენთვის არია მოხსნერი, აი შენ ხომ აქ პროფესიაში ხარ და შენი პროფესია და ამდენი წელია, ხო? ახლა ბავშვობიდან პრინციპში. შენთვის არია მოხსნელი რამე? არის არა იცი რა ხო არის ვიღაც ტიპები ხო არის მართლა ეხა რაღაცა კორიფეებად ვიცითლებიან და შემდეგ რა ეხა ჩვენთან მასშტაბი დიდი არ არის ხდები პატარა ქვეყანაა და რაღაცა მაგრამ შეუძლია რომ ეხლა YouTube-ით ეხლა თუ ხარ ამ სფეროში გაქვს რაღაც კონკრეტული გამოცდილება მაგალითად ჩემ შემთხვევაში რამე ფოკუსი რო ვნახო თუ მე არ ვიცი ეს ფოკუსი
შემიძლია მივხვდე ცოდნა გამომდინარე, თუ მაინც ვერ მივხვდი, ასევე რაღაც ცოდნა გამომდინარე, მე შემიძლია მოვძებნო და ვნახო მისი საიდუმლო. ანუ ამ ფოკუსს რომ გავარკო, მოკლედ ეს ფოკუსი როგორ ხომ არა, გზა უნდა იცოდე რომ ამიტომ ეს გზა მე ვიცი. ყველაზე ცუდ ვარიანტში, თუ მე ვერ ვნახე კონკრეტულად ზუსტად ის გზა როგორც ის ილუზიონისტი ასრულებს, მე შემიძლია ჩემეული ვერსია შევქმნა, ცოდნა გამომდინარე და რო გავაკეთებ მაყურებლისთვის საერთოდ განსხვავება არ იქნება, ზუსტად იგივე ფოკუსი იყო, მაგრამ მე შეიძლება ცოტა სხვა მეთოდით გავაკეთო. მაგრამ აი არსებობს ეგეთი ფოკუსი, ბერგლარის ეფექტი ქვია რა, ესეთი ილუზიონისტი იყო, რომელიც დაასტას აძლევდა მაყურებელს და ეუბნებოდა, რომ დაასახელე ნებისმიერი რიცხვი და ნებისმიერი კარტი. ამ ფოკუსს ქვია ნებისმიერი კარტი ნებისმიერ რიცხვზე სახელი. ეს მაყურებელი თვითონ ამბობს რიცხვს და თვითონ ამბობს კარტს. მე თვითონვე ხსნის დასტას, გადაითვლის და იმ რიცხვზე ზუსტად ის კარტია. ჩემი ანუ ამას ქვია ხო ბერგლარის ეფექტი. ხო ეგ რა ეს ფოკუსი ზუსტად იმ მეთოდით, როგორც ეს ილუზიონისტი ასრულებდა, არავინ არ იცის. მეც არ ვიცი მაგალითად რა. არსებობს ბევრი ახსნა. ხშირად აკეთებს ხო მაგას? აკეთებდა. ხშირად. არა, ხშირად რამდენჯერმეა? ხშირად არა, მაგრამ გაკეთებული, მის საფირმო ფოკუსია რა. ხშირად ფოკუსს ვერც გააკეთებ. აი რა, მოდი ახლა მაგაზე ვილაპარაკოთ, ხო? აი რა ახსნა, რა გიფიქრია? ხო, ახლა ნახე. ყველაზე ახლო რითმი აი რა მოხდა? რა მოხდა? ანუ შემდგომ გამოიგონეს არაერთი მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული იყო ამ ფოკუსთან. ახლა მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ შეიძლება განსხვავება ვერც ნახო რა, ანუ რაღაც სპეციალური მეთოდები, რომლითაც აი ჩვეულებრივი დასტა არ იყო. ან ჩვეულებრივი დასტა იყო და წინასწარ რაღაცის ჩაწყობა რაღაცა არა ხო არა ეგ რა გაიბარა. ანუ აი მაგათაც წინასწარ გიწევდა დასტის წყობის რაღაცის გაკეთება, მოკლედ, აი ბევრი მეთოდი გამოიგონეს, მაგრამ აი სრულყოფილი, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, რომ ჩვეულებრივ დასტას მოგცემს, შენ თქვი, შეიძლება შენ მითხრა მე რიცხვი, კარტი და მე გადაგითვალე. და იყო ეგ აბსოლუტურად სულის მოცემულობას მე დავარიგებ თუ შენ დაარიგებ. შენ რომ მე რო დასტას ჩეხავდე და გეუბნები დი მოდი რაღაც კარტი მითხარი და მოდი ხარ მე რიცხვი მითხარი და მე ამ აჩეხილი დასტა მე რო შენ მოგცე და გითხარი რომ გადათვალე მე ამ დროს შემიძლია მკვეთრიანი ფოკუსი დავასეთაფო მაგრამ მე რო დასტას გაძლევ მაგის მე იღებ შენ გადაწყვეტილებას ანუ აქ მე არ ვერევი რა შენ ამბობ რიცხვს კარტს ასახელებ თვლი და იქ რა ეგ მისტიკაში ხო გადავდგა რანაირად ხო ბიჭო აი მეთოდი არ შენ რას იზავდე ეგ მაგის ნიჭი რო ქონდეს მე ვიცი მაგის ილუზიონისტი რო იყავდი არა დიმას ვეკითხე მე გამოკლევდებოდი ნოტა არა შენ რო შეგეძლოს მე ვიცი უბრალოდ რეფს იზავდე მე რო ეგ შემეძლოს ზოგადად ილუზიონისტი რო იყო მე რაც ემილია იმას ვაკეთებ არა ილუზიონისტი რო იყო რას ვიზავდი არა ზოგადად ხო ყველაფერს გააკეთებდი დაწყებული იმით რა ყველაფერი გამიკეთებია სადე რო ეს საიდუმლო ამომეხსნა და საბოლოო ჯამში ამ გზა მიმიყვანა რამდენიმე მეთოდთან რომლითაც ანალოგიური ფოკუსი სრულდება მაგრამ არა ზუსტად ეგრე არა ეგ ანალოგიური ვიცი რაღაცას გავსი გამიგია ეხლა მეგონი ჩვენს გავიკეთე იქ რაღაცა ეგეთი რა ხო მაგრამ აი ზუსტად ეს სრულყოფილად მე არ ვიცი როგორ კეთდება. ბიჭო, აი რომელი ვინმე თუ იცის მეგობრებო გამიზია. არა, ხო, მართლა აბა იფიქრე და რა მაინტერესებს, იცი? რომელი უფრო მოგწონს? ატამი თუ ტიპი რომელიც მართლა შოქში ვარდება რაღაცას რო აკეთებ თუ მეორე ტიპები რო ეს ეს რა არის თო აი აგრესიული ტიპები რო შოკი არა რატო ეს кайფია და ეს რეგრესე გონია რა შეფასების სცენარია რა ის кайფი არის მაშინ როცა ეს ადამიანი თავის თავზე გამოდის ანუ თუ მოდის თავის თავზე უნდა არა თუ ეგეთი ტიპია უნდა გამოცადოს თავის თავზე არა ზოგი ამბობს რომ არა არ მინდა რა ეხლა ძალით ხო არ ანახებ ფოკუსს აი მაგათაც ბევრი არა ძალით არ ანახებ მაგრამ რატო არ უნდა უნდოდეს აი რატო აუ ისე ლაშა სუპერთასი რო იყო აქ ბილეთებზე რო ამბავი იყო აუ მაშინ არ გეუნებოდნენ მეგობრები ბილეთები გააბევა მაგარი კითხვა არის მე ვიტყვი რომ დამთავრები ხო მსგავსი ისენი აქვს რაღაც ნაკრების ბილეთები სურვილები და ისენი ყოველთვის ეხაც არსებობს ბევრი პეტრილავის ბილეთები და აუ ამასთან არის გამყიდველი მოგიტყვებია ველი მომიტყვები აუ კი როგორ არა მომიტყვება რა მხრივ რა ვიდეოც მაქვს გადაღებული კარტით ვიხდი ფოკუსს ანუ კარტს ვიღებ. ეგ ნახე მე კარტით ვიხდი ფოკუსს კი, კარტით ვიხდი რაღაცას, რა სხვადასხვა ადგილას. კარტით შეიძლება გადავიხადო კიო და კარტეს იღებს რა ტოლს თუ რაღაცა და იმას აძლევს. ხადობდები რომ რომელი კარტით გადავიხადო მეთქი, რა თქვენთან ყავს ატარებთ თუ გულს მეთქი და ეს ჯენ განახილვა კი ეგ რა. მე ვიღებ და რაღაცას ვატარებ. ისე შეგიძლია თქვა ლარი კიდე ერთი ლარი. არა მოტყუებით ეხა რა არაფრის მოპარავი არ არის, პირდაპირ გეუბნები. ბოროტულად არ გავომიყენებია. მამეთ ეხა სადღაც ვხარ საწოლ და ვახ ბიჭო გავიჭედი აღარ და უცებ ერთი ევროიანია აუ იქ რაღაცა კარგი უნდა მეთქვა. იმაზე მოიცა იმაზე გაქცე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია შეერთხე რა. მე რა თქმა უნდა მირჩევნია ისეთ ადამიანს ვაჩვენო ფოკუსი, რომელიც
ენთუზიაზმით არის რა განწყობილი და პირიქით ხელს გიწყობს რომ ფოკუსი გააკეთო. რომ ამ დროს ორივე იღებს სიამოვნებას, შემსრულებელიც და მაყურებელიც რა. მაგრამ აი თავარი кайფი რასაც შენ მეკითხები რა, ის რომ ვიღაც მოდის რომ არ ჯერა, თუ მზად არის რომ მოდი მეც მაჩვენე. აი მაგის გაოგნებული სახის ყველას არაფერი არ გაიგია. მარტო გაოგნებული კი არა, თარო არ ოგნდება, მაგრამ თარო ეთყობა რომ გაოგნდა რა. აი განმაგარი кайფია. ყველაზე მაგარი რომ იტირო გეუბნება რომ მოდი, აბა მე თუ მაჩვენებ, აი მას რომ აჩვენებ ფოკუს, მის გაოგნებულ სახეს რომ უყურებ და მე აი პიროვნება რო იცვლება, აი ხო უყურებ ადამიანს და პიროვნება იცვლება მისი თავის შეხედულება ის ყველაფერი ინგრევა და იწყება ვაფშე ახალი ადამიანი იბაძო. თუ გინდა დაგენიზლავები რომ სახში რომ მიდის კომპიუტერში შედის და მაგ ფოკუსი რაღაცებს ჩაიჭობს რომ გაიგოს ბრო რა ხდებოდა. აი იმ ადამიანის სახის ყურებას არაფერი არ ჯობია რომ გარდაქმნა ხდება რა. ლაშა რომელ გოლს გააკრობდიო? კი ვიცი რომელსაც გავაკრობ. აბა მე თქვი ლაშა რომელ გოლს ერთი გოლი უნდა გავაკრო? ავი ერთია. რამდენიც გინდა, ნუ ერთი იყოს კაი. ეხა ის გადავხარშე ბოლო პერიოდში 4-1 წავაგეთ ხო ესპანეთთან. 4-1 წავაგეთ. აი ერთი გოლის გაკრობა არ გშველის იქ. თუ იქიდან რაღაცას ვიზავდი რა. მოდი ესე გავაკეთებ რა. მე ერთ გოლს გავაკრობდი. გაჩვენე. მე კი არ გავაკრობდი. შევინახავდი და საჭირო დროს საქართველოს ნაკრები მოგდის ეხლა პირველ ტაიმში მქონდა შენახულიო და 1-1. არა, მაგ გოლის გაქრობის საშუალებას შევინახავდი და მართლა გულწრფელად ვამბობ, იმდენად დიდ პოტენციალს ვხედავ ახლანდელ საქართველოს ნაკრებში. მოდი მაგაზე გადავიდე. აი, ნახე, ოპტიმისტურად კი არა ვარ განწყობილი, ობიექტურად. არა, უკვე კარგი გული ყავს. და შევინახავდი რა, იმიტომ რომ მე პანდევის გოლს გავაკრობდი, პანდევის. ხო, მაკედონიაში აი კორონას დროს. აი კი ევროპაზე რო გავდიოდი და რა ვიტა. ხო, ეგეც. მაგას ალბათ შეაქრობდი ეხა. შენ შენახულ გულს აი შენახულს მე მივავატებდი აქე და გაგინდა ეხა მართლა მოდი რა ხარ მაგ თემაზე გადავიდეთ ეხლა. ესენი ფოკუსნიკები არიან სოთაშორის. ხო, რასაც თამაშობენ ჩვენი მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ევროპაზე რო გახვედი, კაი ის მარტის ამბები აღარ მინდა იმაზე ლაპარაკი, ის თამაში ჩემ ცხოვრებაში 26 მარტი არის, ჩემთვის ამას საკში მე თუ მაგას როდესაც მოვესწრებოდი, ნახდათ არ მეგონა შესაბამისი რეაქციას ჰქონდა რა, მოვყი იქა და მე უკვე იქ დასაკარგი არაფერია და ბიჭო ეხა ვიღაც სკეპტიკოსი ტიპები რა, ეხა სულ მაჟიალებს ხოლმე მაგაზე რა, რომ ახსენდება ის მარტი რა, არა ის გასვლა ბიჭო რა დრაივი იყო და არა, ის რაპარი იყო. პორტუგალია მეორე ნაკრები და რონალდო დგას ბიჭო, ის დგას ის რაგვარი იყო ის ამბიციები რა, ყველგან რომ უნდა ითამაშოს, შეჩემად ყველაზე მაგარი რა, ახალგაზრდა პორტუგალია, კაი დამაიცა. და ტიპები უგებენ და ლოლოჩო და ხელებს უქნებენ და რაღაცები და სად გადიხარ მეორე თვინაში პირველია და თე ყველა ჩვენზე ლაპარაკობს. არა, გამარჯვების დაკნინება არ მისმის. რამხელას სიამაყისნობა მქონდა მეც რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ჩვენს თამაშზე რა. და დაამმნიშვნელოვანია რა, მაგ წაგებაცაც ხო აქვს მნიშვნელობა როგორ წააგებ რა და აი მონაწილეობა ისეთი მივიღეთ რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ყველგან ჩვენზე რო იდებოდა რომ ეს ვინ ყოფილა და რამდენიმე დებიუტანტი არსებობს ევროპის ისტორიაში რომელმაც კარგი სახელი დატოვა და იქ ვართ აი პირველივე წელს პლეიოფში ჩვენ ძალიან ბევრი რეკორდი მოხსენით მანდ ხა დეტალებში აღარ შევა ბომბარდიაში ხო იყო კი პირველ ადგილზე იყო სიაში კი პირველ ადგილზე იყო პირველი გოლი შემოპირა, კაი, მაგრამ ხიზანამ რა თქვა, იცი? ის მე გეთანხმები რა. რა თქვა, იცი რა იქ არისო, მეც იქ ვიყავი, რა ვიცი, მე ცუდი. არა, მე ჩვენთან ლაპარაკში თქვა კაცო. კი არ ვაკნი, ვიღაცები აკნინებენ კაცო გამარჯვებას, მაგრამ ნახე, რო დავინახე, რომ კრისტიანო რონალდო იდგა ძირითადშიო, ანუ პროფესიონალურად თქვა რა, ოდნავ მომეშვავ რა დრო დადგა აზე ხო? რო წავაგოთო, ესეთი თემაა. ბერნარდო სილვა არ იდგა, ბევრად პიკში მყოფი და ფორმაში მყოფი, თორე. ეგ ხო იცი რატო დადგა ეგ ყურუმსაღი, ბევრი გოლი უნდა გავიტანო, გოლი არ ქონდა გატანილი და ბიჭებმა აფარეს და აფარეს იგველესა. პორტუგალიაზე თქვა ოდნავ მომეშვა, მაგრამ ბერნარდო სილვა ბევრად ისე იყო მაშინ, მაგრამ ნახე, როგორ უნდა დააკრინო ეგ გამარჯვება, ხო არ გადავ პირველივე იმაზე რა ქვია. იგველესა რომ გადაეფარა, ყველა ჩაუდგა ფეხი. ჩვენთვის ეგ გაცილებით უფრო პრესტიჟული იყო ეგ მოგება, რონალდო რო იდგა მანდ რა. კი, კაცო, სახელი, ცნობურად შეხედე. აი, ჩემთვის ეხა როგორც ამდენი წელი ჟურნალისტი ვარ, ჩემთვის ნებისმიერ შემადგენლობასთან პორტუგალიის მოგება იქნებოდა ძალიან მაგარი, ნებისმიერი და ეს რო დადგა და გიჟივით რო იყო და კარში ვერ დააკა. ყურადღებაც ხო უკვე მიმართული არის. რონალდო რომ მოედანზეა უკვე ყველა გიყო. ხო, რეკორდებზე ტიპი ყველა თამაში რეკორდებზე მიდის და რა თქმა უნდა იქ მამარდა მიფრინა და რეები აკეთა და ზაფარი. მე თქვი კიდევაც რა ვარ ბაიერნის გულშემატკივარი. თუმცა მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ფეხბურთის გულშემატკივარი, იმიტომ რომ არ მიყვარს რა ეს რომ აი ეს თუ მოგწონს ეს არ უნდა ჩაპიჭინება. ხო, ეგ ამიტომ მესი როგორც ფეხბურთელი ჩემთვის ნომერ პირველია, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ რონალდოს აი მაგ ადამიანზე. შემიძლია რომ
შრომის სიმბოლო და ეტალონია, სპორტსმენია. ძალიან სპორტის სახე და არ მიყვარს, აი ძალიან არ მიყვარს, რომ ის მირჩევნია, მაგრამ აი რო იციან რა, მე მგონი რომ ეს არის ფეხბურთის უცოდნიერობა, რომ ამბობ, რომ მესი მაგარი და რონალდო რა აი არა, მე გეტყვი პირდაპირ, საქართველოს ერთ-ერთ ქვეყანა, სადაც ეს დრამას გაიგებ. მესი ყლია, რონალდო ყლია. მაგრამ გეუბნები ხა, რა არ გაგიგია, რო თქვა? არა, არ თქვა. მე შემხოდრია სხვა. როგორ შეიძლება ბიჭო, ვინც ელაპარაკო, ბიჭო? სოციალურზე შედის ვეგარი და ის რა ქვია. ბოდიში ეხა ხო? რომატება ის რა ქვია, რონალდო პროჭიაო და რა გიპროჭია, დამაგებინე რა გიპროჭია. რასაუბრებ, ეგ რონალდო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედი ფეხბურთელებს შორის. ერთ-ერთი მოყოლილი რო აქ იმ გოგოების ისტორია, ბიჭო, იქ ბავშვობაში რაღაცა სასადილოში რომ მუშაობდნენ და რაღაცა რომ მოძებნა 30 წლის მერე ეძება ეს ქაინი და იმას რაღაცა ფული რაღაცა ხო ხდებით სასტუმროა გაკეთებული უიაფესი. იმაში ვისაუბრ უიაფესია ეს სასტუმრო. რონალდოს ირო ძვირი კი არ არის. ყველა ისე ჯიგარი და ვრისა. კაი ტიპია და მესიზე ეხა მესი არის აი რო ჩემთვის როგორ არის ისი? აი ღმერთი რო დააპენტის რა. რონალდო ესეც ხონდა, მაგრამ შრომით მაგრამ შრომის უნარი დააპენტა. არიან ახლა ნიჭიერი ტიპები, აი როგორიც არის იამალი, რომელიც მართლა სასწაული არის და ჩვენ გავაცემოს წეთ მეორე დღეს იმ ბარსელონა ინტერის მეორე თამაშს, ხო, აი ეხა ტიპი ესე ნინიაშვილი შევადარე გუშინ, აი უნდა სულაპარაკებთ ჩემს რა. რა გში ნინიაშვილი რო პოულობს გზებს, ეხა იქ წარმოიდგინე რა გზას პოულობს, დაგიჭერო მკვრიდავენ რა. ესეც ეგრე პოულობს ამ ინტერის აი იქ შევა ხუთმაკასმა დაგიჭერა. იქ ხო და მაგას გემოგდები და ის ფენომენია ნინიას და აი ეგ ის არის რა და ეგ მერტი ნიც რომ მოგცემს, შენ როგორ განავითარებ მე? კი. როგორ განავითარებ მე და ესეთი რეჟიმისტი ხა მანჩესტერში რო დააბრუნდეს, მე ხა ერთი მხრივ გამიხარდა და მეორე მხრივ ვიცოდი რომ იქ არევდა გულს რა. და იქ შევიდა სასადილოში რეებს წავდა გადაუყარა რაღაცეები ტიპები. მარტო ბოსნეული ჭამე და იმასე დააჯვა, ინფრასტრუქტურა არ ვარ გავდა, სწორი გაუჭრა, მართალიც აღმოჩნდა რა, რომ ეგ რონალდო არც იყო მაგის პრობლემა. მე რაც დავტოვე ის ბაზა და ის გასახდელი და ის ყველაფერი გაქვთო და გააკეთეთო მანჩესტერი. მე ფეხბურთელი ხარ თუ მენეჯერი, შეჯემაკო. რონალდოა ეთქმის თო ის ხო არა. რონალდოს ხო მეც გონია რომ შეიძლება რაღაცები ცოტა იმაში ზღვარში შევა, მაგრამ ხო არ არის ხა რონალდო. მე თან რონალდო კიდე რატო ვაფასებ, იცი, ანუ მესე ეპოქაში რომ მოხვდა ადამიანი და წარმოიდგინე დებატები რა მთელი სოფლიოს ვარ მე შენ და შენ ხო არ საუბრობ და მთელი სოფლიო განიხილავს რომ რონალდო უკეთესია თუ მესი და რაც არ უნდა ზემოთ იყოს წამოწეული რომ მესი მართლა კარგია ის ადამიანი რომ დებატებში რო ლაპარაკობენ უკვე მაგიტომ არის დასაფასებელი. რა თქმა უნდა ეპოქაა მაგათი. იმდენად რაღაცა გააკეთე, იმდენად ორი კუნძულია მესი რონალდოს. როგორ არის? მესი იმდენად სრულყოფილია რომ მაგას გვერდით რომ ვიღაცა უდგას და განიხილავენ ესაა თუ ის, ესე იგი ეს ადამიანი ასევე ფენომენია რა. ყველას გქონდა კითხვის ნიშანი ამ მესის ეძმაო მარადონასთან მიმართებაში, იძახდა სოფლიო მოფრე თავის ქვეყნის ნაკრები არ უყვარს. იყვნენ ბიჭები წასულები ბუენოს-აირესში და თოჯინოთ ხოლმე მესის მაგ პატარა კოლექციას. მესის თოჯინა ვერ იყო, რიკელმეც იყო, ყველა. მესის თოჯინა არ იყო, ვერ იწადნენ. იმიტომ რომ იძახდა რომ ესპანელია და აკაური არ არის რა ტიპი. იმას კიდე ეკლესია იქ იმას ქორწილებს იხდიან ჯვარს იწერენ მე მარადონას ეგ სოფლიოზე რო გახდა და თან იქ ჯერ ვანგალს ეჭხუბა მე ინტერვიუში ვავა რო იწარე და ეს ადამიანი ყოფილაო ხო სხვადასხვა სულ სხვანაირად ჩაუჯდა იქ რა არ იყო ეგეთი არ იყო არა ასაკაში რომ მოვიდა უკვე მაგრამ მე კიდე რა არ გეტყვი აი რონალდო სულ ეგეთი იყო ხო არის შიერია სულ შენ ფეხი რო ეთკინა ფინალში და გარეთ რო იდგა და ამას რო ურტყავს ამ სანტოს რო ურახუნებს ეს და მე რა არ მესმის ეს არა ეს რაღაც აუტისტი აი კაი მიგაგებით ხო ხდები ჩაკეტილი ტიპი რაღაცა იმაში და ეს და აი აქ გახსნა რა ტიპა ხო ვანგალმა რაღაცა უთხრა ეთყობა ხა იმას კიდე ეს რა უთხრა ნეტა რა საინტერესო რა უნდა უთხრა გამოჩერდა საქმე რა პროსტო მე რა არ მესმის იცი რომ აი მესი რო უნდა და ტიპებს რა აი მათ შორის არგენტინის ფანებს რომ აი მესი უნდა დაემსგავსოს რამენაირად მარადონას რო იმაზე დიდი რაღაც რატო უნდა გახდეს მარადონა პელეა ხასიათით რატო უნდა გახდეს მარადონა მესი ხო ჩემდროინდელი კითხვა არის კრიბადოს ავდახობ მარადონა პელეა კაი ჩვენ შეგვიძლია დელა რომ გადავიდეთ საინტერესო თამაშზე ეს ხო დაუგეგმავი იყო ეს დაუგეგმავი იყო მე შემიძლია კიდე ასია კიდე ეს იყო მაყურებლის თხოვნა ეს სპეციალი for you bra კარგი მოდი რაღაც ვცადოთ რა არ ვიცი ხა იქ რამდენად კარგად გამოჩნდება კამერაში, მაგრამ მე ვცდები რომ გამოვაჩინო რა კარგად. ყველა კარტი განსხვავებულია ჩვეულებრივი და სტრა. მონტრეალი. ნუი მე აი ეს ტიპი რო გაგეჩნდება, მაგაზე გეკითხებოდი რა. მე მონტრეალი მასვენი აიმან უსეთვა ტიპა უსუნა გეუბნები, ხა ესეც პასობნე. ეხა მე შენ ხარ მე თქვენ გაჩვენებთ მეთოდს, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კარტით, ვინც არ უნდა მოგცეს
მაყურებელს კარს არჩენებ და იმ კარს გამოიცნობ. გაჩვენოთ? მიდიო. ნებისმიერ ერთი კარტი ჯერ ამოიღე, რომელიც შენ გაგიხარდება. ხუმრობ, მაინც და მაინც ეს არის. ნებისმიერ მოგიწია კარტი და მაგას ვერ მიხვდი და რა ვიცი. ნებისმიერი ამოიღე. იცი რა, აიღე რომელიც გინდა ეხა. შენ საქმეს მიხედე. კარტი აუწია ნებისმიერ რომელიც გინდა იღებ და ბიჭო. ეს ამის რაც მომეწევ ხო, ვიცი? როგორ უნდა მიუდგე მაყურებელს? ხო და აი მიუდგე ეხა. ის ვერ მიხვდა, მე რამდენად დამჯერი კაცი ვარ. დიმასაც აჩვენე მე არ შემოგხედავ. და იქიდან აისხლი და ობოლაძედან. აიმე გაჩერდი. კაი გამოგართმევ ამ ეს ბიჭო. ესე ხო არ ჩანს. ანუ მე ხო ზურგს ხედავ. შენ ზურგს ხედავ. აი ხა განხეთ როგორ უნდა გამოიცოთ ეს კარტი. კაი. არა, ვიღაცას გონია რომ უკან რაღაც აწერი, არაფერი აწერი. შეხედა ნახე. ეხლა რო გადმოაკლია. ეს არის. ნუ და გლიჯავ რა. ეხლა რო გადმოაკლია. აი, რა თქმა უნდა, ხუმრობ. ეხლა რეალურად ეს ფოკუსი უნდა და გამოსწობაზე არ არის. რა თქმა უნდა, ხუმრობ. შენ რა გაცდე? მაგარი რეაქცია ქონდა. ეხლა რო გადმოაკლია. ესეც უკინ დაუყურებდა და მაგდროს გადმოაკლია. კარგი, ნოდა, ეს ფოკუსი მართლა გულწრფელად რეალურად კარგის გამოსწობაზე არისო რა. რა მაინტერესებს? მე მარჯვენა ხარ თუ მე მარცხენა ხარ? მარჯვენა. მუშტი შეკარი. მე მოგცემ შენს მე რა მოგე. ესეკენ. მე ბიჭო, აი ორი ეპიზოდია ზედიზეთ შეკარი. მე მოგცემ შენს მე რა მოგებულ კამერამას თუ დააფიქსიროს 7-იან ჯვარს, მოვათავშებ შენ წინ და ესე ზემოდან დაადე. დადე? მუშტი? ახლა მინდა რომ მოდი ერთ კარტს ამოვიღებ მე. ხო. ას დიდად მნიშვნელობა არ ექნება, რა კარტი იქნება, მაგრამ რადგან იმას არ დავტოვოთ ახლა ესე გამოდის რომ იმას გარყვნილი მარტო შენ გაჩვენ. მოდი რაღაც ერთი კარტი ამ შემთხვევაში იყოს 7-იან გული. შენ ხომ მარჯვენა ხარ? მუშტი შეკარი. 7-იან გულს მოვათავსებ აი აქ და დაადე ზემოდან მუშტი. ახლა დავთვალოთ 3-მდე. 1 2 3 ხო არ ხადა. ამოატრია რომ შეცვლილი იქნება. ნახე ანუ არ ვიცი თუ ყველაფერს ხო არ ხადა. შენ 7-იან ჯვარი ქონა შენ 7-იან. ავიღო? ნომოდ ჯერ შენახე ეს კარტი. გადი ძმაო. ხო არ ხადაო 7-იან გულია ბიჭო. ეს 7-იან ჯვარი. აი ხა ვერ მიხდი როგორ გააკეთა? რანაირად მოდი ესეთი რა აი მითხარი შენ რანაირად. შენ ვერ მიხდი? რანაირად აი შევხედე. შეხედა ბიჭო და გადახედები შეცვალა მე რა და ამას უსუნაი არა ბიჭო ამას დიორეასკია იმ 7-იან ჯვარი აიღო დამანახა დადო ხელი დავადე და რა და ეს აქ ხელი რომ მოკიდა სული ფიგზო და რომელი იყო და კი არ აღიარებს ბიჭო რომ აი რაღაცა სადოთ ესეთი რაღაც რა მაგერ ვერ მიხდი ეცნა კაცო მე მინდა აირათ მე მინდა რომ ესეთი რაღაც გავაკეთო რა ვიცი ერთი წამით ცა ნაირად აკეთებ ბიჭო ესე გადაგიშლი ნახე გადაგიშლი დასდას და რომელი კარტიც გინდა ამოიღე ახლა მე ხო ვერ ამოგარჩევინებ რაღაცა შენ თვითონ გადაწყვეტე რომელი კარტიც გინდა ამოიღო არ მანახო ფოკუსნიკების ოცნება ხარ ნოდა მაგრამ ვიღაცა შეიძლება აი შენ ხო გამჭრეტვა ხარ ნახე ვიღაცა შეიძლება იგონოს რომ ეხა რა კარტიც ამოღებული აქვს ნოდარს შეიძლება მეორე მაქვს დასტაში ესეთი არ ვიცი ვიღაცა შეიძლება ჭიქა დავადე ამიტომ და არ აქვს პრობლემა ამიტომ მე ხა ავდგები მოგცემ ნოდარ მარკერს ერთი წამით ხო აი ესე გაკეთა იქ შენ მეგონი როგორ ფახს დაახლოებით რაღაც არა დაახლოებით არა უნდა თქვა რომ იყო ეს მარკერს გავამართვე ეს მარკერი და კარტის სახეზე ანუ უკანა მხარეს არის მე გავტრიალდები რამე დააწერე რა რაც თუ არ მოტრიალდი თუნდაც შენი სახელფასობათის პინ კოდი დააწერე სახელი ხო შეიძლება თუნდაც დახატე დაჯღავნე წერტილი დასვი რაც გინდა ის გააკეთე დანიშნე ანუ ეხლა ზუსტად ასეთი კარტი მეორე ზუსტად როგორც ნოდარი დანიშნა გამორიცხულია რომ მქონდეს მე და ნოდარი შეთანხმებულიც რო იყო ზუსტად ასე ვერ დანიშნავდა ხო მართალია ესეთი წარწერის თუ გაიხსნა ეხლა მანდიქნება ეგეთი არა არ იქნება ანუ უნიკალური ეს კარტი თელს დედამიწაზე არის უნიკალური და ერთადერთი მე კარტს გამოგართმევ ისე რომ არ შევხედავ ისი ბიჭო აქ რო დარჩეს და შევაცვლოთ სადღაც შუაში იყოს აქ იყოს აი შეაცვლე შენთან ბოლომდე შეწიე და კარგად მოუჭირი ხელი ახლა მინდა რომ ჯერ გამომიწოდო მარცხენა ხელი მოდი ესე გავაკეთოთ აი ესე კონდეს დავადოთ ზემოდან და ზემოდან დაადე მარჯვენა ხელი აი ესე სენდვიჩი რო გავაკეთოთ ჩემი მიზანია რომ დასტიდან რაღაც ერთი კარტი ამოვიღო ოღონდ ჯერ ეს დემონსტრაცია უბრალოდ არაფერი არ ხდება რაღაცა ერთ კარტს ამოვიღებ დასტიდან სადღაც შუაშია ეს არ არის შენი კარტი ვიცი დემონსტრაცია რომელიც აუცილებლად იქნება შენს მიერ ამოღებული და ხელმოწერილი კარტი მზად ხარ სადღაც შუიდან სრადო მოდი უფრო კაი რაღაც გავაკეთოთ გინდა აი ხა გადაცემაში პირველად უფრო კარგ რაღაცას სასწაულების გჯერა
კაი, ეხლა სამწამში მოხდება მე სასწაული. პიტერ პენის სამყაროს კაცი ვარ. ნუ და ნახე სამწამში. პიტერ პენი! არჩერთი კაი, ბიჭო. უბრალოდ სამწამში მოხდება ისეთი სასწაული, რომ გონია რომ მაგ პიტერ პენს კიდე ბევრჯერ ვიყვირებ. 1, 2, 3. ყველა კარტი, რომელიც შენ ხელში გეჭირა, სათითაოდ გაქრა, ყველა გამქრალია. და ხელში მარტო ერთი შენი ამორჩეული კარტი გიჭირავს. გულწრფელად შეხედე კამერას და უთხარი, გჯერა თუ არა. ყველა კარტი გამქრალია და მარტო შენი კარტია დარჩენილი ხელმოწერილი. გულწრფელად უთხარი კამერას, გჯერა თუ არ გჯერა. ბიჭო, ამ ფოკუსებიდან უთხარი კამერას, უთხარი ჯერა თუ არა. ამ ფოკუსებიდან გამომდინარე, რაც ნახე, უკვე მჯერა. მაგრამ ხელში როგორ გძნობ? ხელში არ ვიცი, ახლა ბევრი კარტი მიჭირავს, ერთი არ არის. მე გეუბნები რომ ყველა გამქრალია და შენ გჯერა თუ არ გჯერა? ყველა რო გამქრალია, არ ჯერა. კარგი. მოდი ხეს რაღაც გავაკეთე. ძალიან ფრთხილად. ხელი აწიე, ძალიან ფრთხილად აწიე ხელი. აწიე. ნახე, როგორც გითხარი, ყველა კარტი არის. მიწა. ყველა კარტი არის გამქრალი აბსოლუტურად. ეს რა არის? ყველა კარტი გამქრალია, უყურე. აუ, წადი. დასტაში ყველა კარტი გამქრალია, მაგრამ ერთი კარტია მარტო დარჩენილი. ყველა არის გამქრალი აბსოლუტურად. ეს არის ანახენოდარსაც. ხო ვიცოდი მე დეს რო დააყედა. ხო არა. ეს რა არის ბიჭო, რა გააკეთე ხა ეს? 36 კარტი ხო? 52. ჰა? 52 სრული დასტა აქვს. ეს ორიანები და ეს რა არის? 52. 52. ეს ხო გითხარი, არ ჯოკერებს მოვიხარ 54 კარტი მეჭირა. ეს რანაირ ეს რა არის? ეს უკვე რა არის? თან რა ჯიბეში ხო არ ქონდა ტიპ შენახული, რამდენი ეს რანაირად გააკეთა? არა, ეს ეხა მართლა არა ბიჭო, ესეთები იყო. აი ესე მეჭირა ხელი ხო არ ხადაო. ხელი მედო ზემოდან, იმას მედესი დავაწერე. აუ, აბა იქნება ეს გადაიფხიკოს. უსუნეთ. დიმას სახელი დავაწერე მედესი. ქაღალდია და მე ვიცი რა თავები რა. დიმა, მე ვიცოდი რომ ეს კარტი გაქრებოდა. რანაირად ბიჭო ხო? ეს რას გააფუჭე ეს კარტი? არა, სადი იყო, ჯიბეში არ ქონდა, კლავში არ ქონდა. აუ, მე გავიტრավ მე ფსიქოლოგიურად. მე ვიცოდი რომ ეს კარტი გაქრებოდა, ეს შენ იცოდი რო არ ცოდნოდა. ბევრჯერ მაქვს გაკეთებული. ეკრება ხო მაგრამ არ მინახია მე რა. მაგრამ უარ ხადავს. ეხა აღადგინება ეს კარტი ყველა. მაგრამ მე მოდი ხელს დავადებ და აღადგინე. უკეთეს განახებ. ნახე მე მეორე დასტაც მოგწამოებული. იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს გაქრებოდა. ხო არ ხადაო ბიჭო. ამიტომ ამ დასტაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთი წითელი კარტი მაქვს, მაგრამ ამას ცოტა ხანში მე ვნახავთ, ჯერ არ არის საუცლებელი. დიმა მე კამერა მაქვს და დააფიქსოს ჩვეულებრივი კარტია, ყველა განსხვავებულია. იმედია ხედავს, ხო? კამერა. მინდა რომ შენ დაადასტურო, მაგრამ აუჩეხავ მაინც. შენ რო ხსნიანი რაღაცეებს. მინდა რომ აუჩეხოთ, კარგად. ესე აუჩეხავთ და გადავჭრი სადმე. დიმა რო ჩამოშლი, სადმე გამაჩერე. უბრალოდ სტოპ მითხარი. გავგიშდი. კარგი? დაწყალდი შენ. მე ნოდარს უყურებ. სადაც გაგიხარდება სტოპ მითხარი. სო. აქ? ო. დარწმუნებული ხარ რომ გავაგრძელე? კი, არა, აი გააგზელე. სო. აქ? ო, ან უკოსო. აქ უკვე სხვა, ნახე სხვა გადაწყვეტილება აქვს ხა დიმას მიღებული. დაიმახსოვრე. ავიღო? კი, კი. და შეხედე კამერასთან ნახე. კამერასთან. კარგი? ეხა ნოდარემაც რო ნახოს. და ისევ აქ მოაქვს. არაფერს არ გავაკეთებ, აი ესე. აი ესე, ასე ვთქვათ, აქ იქნება. ნუ რა, ნორმალურად ვიქნებ არ გამოვიდა. ეს არა, იმაზე ვფიქრობ, ეს აღარ მაინტერესებს. დიმას კარტი იცი? კი. კარგი, იცი რა უნდა გავაკეთოთ. ეხა ეს კარტი უნდა გამოვიცნო. როგორ გამოვიცნო? როცა გეტყვი შენს გონებაში, არაფერი არ თქვა ხმა, მაგრამ პირის მიმიკითაც ეცადე რომ არაფერი გააკეთო, ამ კარტის სახელი დაიწყე და ესე იმეორე და იმეორე, კარგი? აი მაგალითად თუ იყო, არ ვიცი. გონებაში. არ ვიცი, ორიანაგური ხო არ იყო? ორიანაგური. თუ იყო ორიანაგური, ორიანაგური. ოღონდ ის კარტის სახელი თქვი? აი, შემოხედე ხა თვალებში. ეხა შემოხედე. დაიწყე და ხა იმეორე. იმეორე არ გაჩერდი, კაი, იმეორე. გული ტუზი. აუ, წადი. აუ, ადი. მოდი ერთად, მოდი. ანაირად, ბიჭო. მოდი. რაღაც უნდა განა. აი ის რატო გადადა ის წითელი კარტი? მაგას ვეხსნები. ეხა მოდი რა გაგვიხსნები. ამოუხსნელია ეს რა. იმიტომ რომ ნახე შენ ნებისმიერი კარტი შეგეძლო რომ აგერჩიათ. შენ რაღაც მომენტში გაჩერდი და შეცვალე, ხო? ნებისმიერი შეგეძლო, მაგრამ ტუზგუზე გაჩერდი, ხო? აი მოდი ეს კარტი შენ თვითონ ამოატყე და ნახე რა კარტია. და ეს არის მაინც და მაინც ტუზიგული. აუ, ცვეჩი გეუნები რა. დაუცაურია რომ რატომღაც ვიცოდი რომ ტუზგული. პელე ხარ ძმაო, ძალიან ლაშა. ცვეჩი პელე ხარ რა. დიმა ეს და როგორ შემაკიუტიპო ვიხარო ვითომ არ აი მინდა რომ დიმას წარბები გასცვიდეს მთელი ცხოვრება აღარ ამოდის. მაგრამ ეს თემანერები. ჩვენ ვიპოვნეთ
ტუზიგული. ხო. ასევე უბრალოდ გამოვიცანით და წინასწარ განვსაზღვროთ, მაგრამ არ ვიცით ზუსტად სადღაც შუაშია. არ დაფიქრდე და რამე რიცხვი მითხარი და 10-დან არ ვიცი 10-დან 30-მდე. რამის 7. 10-დან 30. მეთქი 10. 15. 15, კარგი, ნახე. 10-დან 30-მდე 15. ზუსტად 15 კაცს გადმოვიტვლი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 და 15. ზუსტად 15-ია ტუზიგული. ისე აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ნოდარს რო ეთქვა ერთი კარტით მეტი თუნდაც. შანსი არის ერთი კარტით ნაკლები. რანაირად იქნებოდა, სხვა კარტი იქნებოდა, მაგრამ არა, იმაზე აწყობდი მე. რასაც აწყობდა, თქვი რა თუ იცი რამე გიხარი. 15, ანუ სადღაცას ნოდარს კი ჯერა რო ფოკუსებს ვერ ისწავს, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს, რომ ილუზიონისტი იყო. ზუსტად 15 თქვა, მაგრამ პოტენციალი არის, მაგრამ მაყურებელი იქნება მაგარი. ნახე. დიმა ეს ტუზიგული მოდი ავდგეთ და ესე შენი ტუზიგული სადღაც შუაში ესე გადავჭრი. მოდი იცი რა ვქნათ სადღაც შუაში გადავჭრი და ესე რომ გავაკეთებ ეს ტუზიგული ზემოთ ამო ვიცი რომ ვერ დაინახე. ანუ რაღაცა გამოგეპარა, ამიტომ კიდე ერთხელ მე 14 რომ მეთქვა. მე 14 ნოდარ ჩაადებია. აი აუცილებლად, მაგრამ ნახე მიდარ კიდე ერთხელ გავაკეთო. ეს ტუზიგული აუ შელი ბიჭო. დებ დასტის ზემოთ. ზემოთ. სადღაც შუაში გადავჭრი და ესე რომ გავაკეთებ ზემოთ ამოდის. აუცნაური ხო არის? არა, საერთოდ არ მეთქი რომ ნოდარმა ჩადოს. მოდი ახლა ნოდარმა ჩადოს. მიდი. ესეთი რაღაც გავაკეთოთ. მოდი შენ გამაჩერე სადგინო რომ გადავჭრა. სტოპ. ესე გადავჭრი. მე განახებ რომ ეს ტუზიგული ჯერ ისევ შუაშია, აი, შუაშია. და ყოველგვარი აი სპიტა ამა. მე არ შევეხები შენთან ჩაცვლე ბოლომდე. ჯერ შუაშია. ესეა, მოკიდე ხელი. ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე ეს რო ზემოთ იყოს, ხო მაგარი ფოკუსი იქნება. ტუზიგული ზემოთ რო იყოს, ხო მაგარი ფოკუსი იქნება. კი! კარგი, აი მე არ ვიცი, მაგრამ გადმოატრიალი. ზოგჯერ ფოკუსები არ ვეღადავება. ნუ მაგრამ როცა ზოგჯერ ფოკუსები არ გამოდის, მე ვიყენებ ხოლმე მაგიას და მე გამოდის ხოლმე რა. აი შე დავამთავრე და გადაცემა დამთავრებულია. დავამთავროთ თუ აგიხსნათ ფოკუსი. რასაც გაგუს. შემიძლია აგიხსნათ. მიდი, როგორ არ გვინდა რა დამთავრებულია გადაობა. სინამდვილეში რა დავამთავრე? ნუ და სინამდვილეში რა ხდება? სიგარეტი. ალბათ, ნახე, აზრი არა აქვს შე რა კარც იტყოდი, სად გადავჭრიდით. სინამდვილეში დიმას მე ამორჩეული ტუზიგული არის ჯადოსნური. შეიძლება გაგეცინოთ. არა, მართლა გეუბნები, ჯადოსნურია და რატო რა? შეიძლება ეხლა გაგეცინოთ რა, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ტუზიგულია ჯადოსნური, დიმამ რო ამოირჩია, მაგიტო არის ჯადოსნური და თან თუ დააკვირდა მაყურებელის მთელი პროცესის განმავლობაში განახებს ტუზგულს. ანუ განახებთ ესე გამოვიდა რომ ტუზგულზე ფიქრობდი, წითელი კარტის ტუზიგული იყო, ზუსტად მე-15-ზე ტუზია. ყოველთვის ზემოთ ამოდის, რაღაც კარტები ტუზებად იცვლება. ეს რაში დამეხმარება? მე დამეხმარება, რომ თქვენ შეგიქნათ ისეთი ილუზია, ნახე. თითქოს აქ ყველა კარტი ტუზიგულია, ნახე? დაინახე? შენს დაინახე? სულ ტუზიგული იყო, აი. მოდი კიდე ერთხელ გავაკეთებ. რა ილუზია ტუზიგული. თითქოს ყველა კარტი არის. აი ხავიღებ ერთსაც მაქედან. რა საშინელებს აკეთები? რა უცნაური, ანუ ყველა კარტი თითქოს ტუზიგულია, მაგრამ მე სიამდვილეში შეგითხარი, გახსოვს? ილუზია. აქვე მაქვს ერთი ტუზიგული, არა? ხო. მე თუ მოვაცილებ და არ დაგანახებ, ნახე, 1 2 3. გაქრება ეს ილუზია. დადი რა თავი დავერგი იჯიესო. იოლებრივი კარტი. აქ აი სიცახის მივხვდიო, ხო არ გაუკეთებდი? არგით რა, მადლობა, იმედია რომ იქით ბიჭო, რას ამბობ? მადლობა, ხო, წადი. რეალ მადრიდი ხარ, ოღონდ მართლა წინა სეზონის რეალ მადრიდი. ზიდანის, კაი რა. მოდი ეხლა და ფეხბურთში რა ამას რო არ მოუგო, შენ ჩემი აი პროსტა რას გიზავარიცი რა. კაი, ეხლა აზარტულია. აზარტული ვარ, ეგ. აი ვითამაშოთ ეგე 5-მდე რა იყო. აუ გავითიშე, ეხლა მომიშებს თო. ეხლა მე ეჭვთან მეპარება შენ იჭიერებაში და დღეს კიდე ეხლა აი ესე ახლა რო დაწუნდები, კიდე სხვა არის ხა იქ კომპიუტერში უყურებ, სხვა არის და თან მაგრად გაასწორა რა, მაგარი იყო ძალიან და ჩამიტარა. მოდი ეხლა ჩვენი თამაში ის სანამ ფეხბურთის თამაში დავიწყებთ, ბიჭო, გავითი. ავრე, მოდ. მოკლედ დადგა ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი თამაშის დროც ნივთების თამაში ქვია, მაგრამ ლაშა როგორც ფანტაზიური კაცი ნივთები არ ჭირდება ისე აგებს დიალოგს ჩვენ ადრესატთან. ეს კი არის მახარა უმაგრესი კაცი ასევე, მახარას ურეკავ და ეუბნები. ბაზარზე, ქართულ ბაზარზე შემოვიდა ძმაო ესეთი კომპანია მედესი, რომელიც კარტებს უშვებს და მედესი? ხო, და ჯოკრის სახე უნდათ რა, ჯოკერზე უნდა შენი სახე იყოს გამოსახული რა. დანარჩენი შენიც.
ოკეი, კაი. მედეს შეიძლება იცოდეს. არა, არ ეცოდინება მედეს. მედესი. და ორი გვიპასუხოს מחარ. ეს ტელეფონი რომ მივიდო მაინც. შეიძლება ძინავს. უკან მივიდე ეს, უკან მიდი სენიორცედა. מחარ, სალამი, როგორ ხარ? გესმის ჩემი ხმა? מחარ, როგორ ახარ? რავი, არამიშოს. מחარ, რაღაც საქმეზე გირეკავ რა, მოკლედ ცოტა ხნის წინ ვიყავი შეხვედრაზე ერთ-ერთ კომპანიასთან რა, board game-ების კომპანია, Medesi ქვია რა. ოღონდ ახალი არის, ანუ ბაზარზე ახლა გაიჩითნენ. და მოკლედ მე ხომ აქვს რაღაც board game-ების კონტენტიც მქონდა და დამირეკეს მე რა. და ეგეთ რაღაცას მეუნებიან რომ უნდათ კარტის გამოშვება იუთუბერების გამოსახულებით რა. ხო და მე რაღაც ერთი ვიდეო უნდა ჩაუწერო მე, სადაც ამ კარტით ვითამაშებთ. ხო და რაღაც ვარიანტებს მეუნებიან რა, ეხა ნახატიან კარტებზე უნდათ რომ იუთუბერები იყვნენ გამოსახული და მითხეს რომ ჯოკერში შენ და מחარა რო იყოთო რა. ანუ ჯოკერებზე. ხო. ხო და რა მეთქი ახლა უთხარი რომ მე კი დაველაპარაკები, მაგრამ იქ რაღაც ანაზღაურებაზე იქნება აუცილებლად საუბარი მეთქი ყოველი იუთუბერის მხრიდან ხო და ეგო გასაგებიაო ეგ საკუთარი ჯოკერი თუ იქნები 3000 და ფერადი 5000. გასაგებია. ეგრე უთხრა ზუსტად? ხო. შაუ თეთრზე უთხრა ეგ. კაი, ოღონდ ერთი ძალიან უცნაური მოთხოვნა აქვთ რა. ანუ ხელში უნდა გეჭიროს ბურგერი ერთ ხელში. ბურგერი, ხო. მეორე ხელში უნდა გეჭიროს დრელი. ანუ რაღაცა შენი არხების ინტეგრაციაც უნდათ რომ გააკეთონ. და წელს ზემოთ წელს როგორ? ხელში ან ყლები ჭირავს. ან რამედა. სად დავიჭირო ეს ანუ უბრალოდ ჩამოკიდე ერთ ხელში დრელი ეხება და მეორე ხელში ბურგერი. ეს კარტი სად ჩემყლეში დავიჭირო. ბიჭო, არა, მომისნე, ვერ ხვდები რას გეუნები. არა, მითხარი რა. კარტზე შენ ხარ გამოსახული. თვითონ კარტი. ჯოკერი ხარ შენ, მიხვდი? გავიგე და უნდა თუ დრელი მეჭიროს. ერთ ხელში დრელი, ერთ ხელში ბურგერი, რომ ცუდი ხელოსნის და საეჭო კაცის ინტეგრაცია რო იყოს არ. დრელი წერი რომ ვინმე ტრაქში იყოს, ბევრად კარგი არ იქნება, აბა კითხე მან. მან ვკითხო თუ მედეს ვკითხო. מחარ გედაცვალე, מחარ ლაილაისია. ლაილაისია ლაშა. მოკლედ დიმა და ნოდარი ვართ აგე. სამე ტრაქში რო იყოს, ეგ დრელი მეჭი ბურგერი. აი მე რა გითხარი შენ რა. თავში დიმასგან და ნოდარისგან მოკითხვა ზო. ბიჭო. როგორ ახარ, როგორ? სტაბილურად. მაგ ლაპარაკზე გეტყობა რომ ჯიგრულა და კარგად ახარ. מחარ. არა, სულად ყოფნის უფლება. გიყვარ ხარ, ხო იცი, ჯიგრები ხარ. აი ზო. აქედან კარგად გეჭირა מחარ ნამდვილად აუწრო. ახლა ფეროდი გადააჭარბა და იმას რა. კაი. პატარა გენაცვალე, ჯიგარი ხარ, კაი. გაიხარე ლაშ, ოქრო ხარ და გაიხარე מחარ, ჯიგარი ხარ. מחარას თავის რეპერტუარშია რა. თავისთავად ეგრევე გაშალა. აგლიჯა. კარგი იყო შენი მხრიდან, იმიტომ რომ დაიჯერა და მერე სადღაც დაწვა დრეილეზე. არა, ბიჭო, რა დაწვა, არ დაიჯერებდა, ეს ულიკია ეს. არა, თავიდან დაიჯერა, მერე ვეღარ დაიჯერა, დრეილეზე ცოტა ჩაავლე. ბიჭო, ეგ არის ჩვენი მიზანიც მე. კი და ეხლა უკვე გადავედით მაზიაზე ვთამაშობთ მე. აი, ფეხბურთი დავრჩა, ბილიბერ კარენა, კრისტალ ბეტ ეროვნული ლიგის თამაში. გელაშვილი სიმსივე. ნოდარს ერთი თამაში არ აქვს მოგებული კარიერაში, აქ რაც ის თამაში. მაგრამ აბოროტი უნდა აიღოს ფოკუსი. კი. არა, ფოკუსზე მეც დაგიდგებოდი სიამოვნებით. მოკლედ, მეგობრებო, ბილიბერ კარენა, კრისტალ ბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი. მაგიდის პინგ-პონგში, ჩოგბურთში, ლაილაი გელაშვილის წინააღმდეგ. წარმატებები ჩელენჯი სენიორი. გვაქვს, თუ მოიგებს ნოდარი, ლაშა თავის გადაცემაში გვახსენებს 3-ჯერ და თუ მოიგებს ლაშა, ნოდარი დაარეკლამებს ჩემს საიტს ქართულად. დაარეკლამებს და ყველგან უბანში ცივილის და იყვირებს. ლაშა, გელაშვილი და უბანში ცივილის და ესე და გადაცემაში თავისთავად ისეთ პრობლემა არ იქნება. 5-მდე ვთამაშობთ. ეს ესეთია, ადვილი არ არის. დავიწყოთ. 3-2 წავიდა. ხელით ვაწვით ხო პირველად? სი. 1-0 გელაშვილი. ადაჩები ჩემია ჯერ? შენია სენიორი. არა, მეორე ჩვეულებრივად მოაწყო. ყოფილიყო. არა, მოგამია იმას. 2-0 გელაშვილი. ავრეკავ, ბიჭო, თამაში ვერ მოვიგე. მიეცი დროზე.
5-მდე თამაშობთ. ოპა, 2-1 გედაშელი. შენი ორი. ნოდარის 2-2 ნოდარი. ბიჭო, მე უნდა მქომაგობდე. არა, მე სტუმრებისკენ. არა. ეგ არის. 3-2 სად მოხდა ბიჭო? 3-2 იმისია? მიეცი. ლაშასია, ხო? არა, შენია. 3-3 შენ ხარ. 3-3. ბაბოს 4-3 ჩემია. 4-3? აი, იყოს 4-3. არა, 3-3 ხო გავხადე. არა, შენ გახადე შენი გევდი სახე. შენი გევდი. აბა რატო თქვი 3-3? ეს ფოკუსების ვერე შოქშია, ძირფასად. აი მოდი ახლა მოვატრიალებ. მიდი როგორც გინდა. 4-3-ს ვიკებ. 3-4 არის. და ლაშა, უნდა მოერიქულა აიღოს და მოგიგებს. 3-ს მე ვარ? ხო, მე 4. მოვიგე. არა, თავიდან. მიდი, კაცო, ეს თავიდან ჩააწოდე. თავიდან. აი ხა თუ კიდე მოხდება მე მეტრება და გასაგები მე შამპანი ურებს ხსნით რა უქენად ზმა არა ჯარუდა რა ამას რა პირველი 3 კულა რჩება გაჭირებულა ეს მოიგო კარგით მეგობრებო დიდი მადლობა ყველას ლაშა მადლობა თქვენ მოწვევისთვის და პირველი მოგება კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლაილაის დიდი მადლობა რომ გიყურებთ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ერთად ვიაროთ ამ YouTube სივრცეში ზბაო რა ვიცი კი მე თუ ხა აქცალია თორე ერთხელ მოდი მე და შეუბეროთ კარგად სიამოვნებით ლაშა გედაშვილი იყო დღეს ჩვენი სტუმარი ძალიან მაგარი სასიამოვნო საუბარი გამოგვიდა დღეს ამით გემშვიდობით წავედით ნოდარ მე ვერ შემაშინე დავაი გამშვიდობთ მაყურებელს კარგად კარგად მადლობა